გადაცემის სტუმრები არიან არჩიბალდ მეკეში, ბლოგერი და პოლიტოლოგი თორნიკე ზედელაშვილი. ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედით და იქნებით დღეს ჩვენთან ერთად. სანამ საუბარს დავიწყებდე, მე ჩვენს მაყურებელს და მსმენელს შევახსენებ, რომ ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც ვიცით და ვმუშაობთ თქვენთვის. და რადგან ვმუშაობთ თქვენთვის, ამიტომ შევარჩიე ესეთი თემები. წინასწარ კი გავაცანინ ჩემს სტუმრებს, მაგრამ მაინც გავიმეორებ, იმიტომ რომ აი დონალდ ტრამპმა ისეთი ძალიან აღმართვანებელი რამ თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ კავკასია, შუა აზია აყვავდება და ეს აყვავების პროცესი არის დაწყებული, თუმცა ამის პარალელურად აი აშკარად საერთაშორისო სამართალი რაღაც ერთგვარმა თითქოს ქურდულმა მენტალიტეტმა ჩაანაცვლა, ისე იქცევა, ხო? დაუშვათ დონალდ ტრამპი გარიგებებს დებენ, აქ აღარ ელაპარაკი მოლაპარაკებაზე, შეთანხმებაზე, პირდაპირ ამბობს, რომ უნდა გავრიგდეთო. და გარდა ამისა, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო საკითხია, რომ როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს დამკვიდრდეს სამხრეთ კავკასიაში, ეს უკვე ჩანს აი ამ ტრამპის დერეფნით და აი ამ პროექტით, ეს როგორ იმოქმედებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, ანუ სეპარატისტულ რეგიონებზე. ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციას თუ პირიქით დეზინტეგრაცია განმტკიცდება, იმიტომ რომ ეს ორი რეგიონი ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული თვალსაზრისით რუსეთისთვის და სწორედ ამიტომაც დაიკავა მან 2008 წელს ისინი, რომ ის გეოპოლიტიკური დაპირისპირების დროს, რომელიც ახლა მიმდინარეობს, მას ძალიან გამოადგებოდა. ასევე ძალიან საინტერესო და მინდა შევეხო და მე მგონი მოვასწრებთ საათნახევარია, სუსმა დაიწყო ჯაშუშების გამოვლენა. ჯაშუშები ჩვენ ვიცით, რომ ყოველთვის არსებობდნენ ჩვენ ქვეყანაში და რადგან ეს ინტერესების გადაკვეთის გზაჯვარედინია, რამდენი ინტერესიც არის პოლიტიკური თუ ეკონომიკური, ზუსტად იმას ნიშნავს, რომ იმდენივე და იმაზე მეტი სპეცსამსახური მუშაობს ჩვენს ტერიტორიაზე, მაგრამ ეს გამოვლენა არ იყო აქტიური, ალბათ რაღაცა მიზეზების გამო. ახლა რატომ დაიწყო სუსმა და რა გზავნილია ეს გასაგებია, რომ რაღაც გზავნილია, თან ჯაშუშები ძირითადად საქართველოს მოქალაქეებია გამოვლენილი და ამ დროს გასაგებია, რომ სხვებიც ეწეოდნენ და ისინი ამაზე მუშაობდნენ, თუ ეს ბრალდება, რა თქმა უნდა, სწორია. მოდი დავიწყოთ ბატონებო იმით, თუ როგორ აპირებს თქვენი აზრი და რატო გაკეთა ეს განაცხადი დონალდ ტრამპმა, რომ აპირებს აგვიყვაოს ჩვენ შუა აზიასთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად. თუმცა შუა აზიისა და მის ბმა გასაგებია კავკასიის, მაგრამ ამერიკის ბმა იქნება საინტერესო. ვინ დაიწყეთ? თქვენ გადაწყვეტეთ. კეთილია, აბა მაშინ კი ბატონო, ისმენ. გამარჯობა. დავუბრუნდი თქვენ ერთ-ერთი ჩაგდების შემდეგ უკაცრავად ბოდიშკი ხდით რაღაცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ესე იგი, სანამ დონალდ ტრამპის განცხადებამდე მივალთ, მანამდე მოკლედ უნდა მიმოვიხილოთ, რადგან ქართული მედია არ აწვდის ფართოდ არც ეკონომიკურ, არც სოციალურ საკითხებს, არც საქართველოზე არ აწვდის და მით უმეტეს ქვეყნის გარეთ ხომ იშვიათად, მინუს თუ გამოვაკლებთ იმას, რომ რაღაცა ევროზონაში რაღაც კრიზისები, რომელსაც სახელმწიფო მედია ატრიალებს რაღაცა იმასავით, რომ გეგონება აი საქართველოში რამე მსგავსი არ არის, ან ასე შემდეგ, ხო? ჯერ დავიწყოთ იმით, რომ როცა საუბარი არის ეკონომიკაზე, პირველ რიგში უნდა გავაანალიზოთ, როცა ლაპარაკობს დონალდ ტრამპი სომხეთის ეკონომიკურ აყვავებაზე, პირველ რიგში რა არის სომხეთის ეკონომიკა, ხო? ანუ რაზე დგას, რას აწარმოებს, რა სერვისების მიცემა შეუძლია დანარჩენი მსოფლიოსთვის ან შიდა ბაზრისთვის და ზოგადად მერე კიდე ამაზე დაფუძნებით ამერიკის როლი რა შეიძლება იყოს აქ, ხო? დღეის მდგომარეობით და მოსალოდნელია, რომ ეს დიდად არ შეიცვლება. სომხეთის რესპუბლიკის ძირითადი სავარძო პარტნიორები არიან სწორედაც ევრაზიული კავშირის წევრი ქვეყნები. ეს ეხება არა მხოლოდ ნედლეულს, რომელსაც სომხეთი აწარმოებს ან სხვადასხვა ტიპის სოფლის მეურნეობის პროდუქციას, არამედ შრომითი ბაზარიც. შეგახსენებთ, რომ მაგალითად რუსეთის ფედერაციაში სომხეთის მოქალაქეებს აქვთ გამარტივებული დასაქმების შესაძლებლობა, სარგებლობენ ზუსტად იგივე შრომითი და სოციალური უფლებებით, როგორც რუსეთის მოქალაქეები და ეს ხშირად საქართველოში რო არის ხოლმე ეს ფულადი გზავნილები, ემიგრანტები, ეს სომხეთის კონტექსტში არის სომხური ემიგრაცია რუსეთში, იმიტომ რომ იცით რომ მაგალითად საფრანგეთში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან დიდი სომხური დიასპორაა, მაგრამ ეს არის ძალიან ძველი სომხური დიასპორა, რომელსაც დაკარგული აქვს საკუთარი ფესვები და კონტაქტები სამშობლოსთან, ანუ მათ არ ყავთ პირდაპირი, აი როგორც აი ქართული
ქართველი ემიგრანტები მაგალითად ფულს უგზავნიან შვილებს, დეიდაშვილებს, სხვადასხვა მათ არ ყავთ ასეთი ოჯახი, აი კიმ კარდაშიანი რო წარმოიდგინოთ, ეთნიკურად სომეხი, ამერიკელი, რომელსაც არანაირი კავშირი, ნათესაობა არ აქვს, გაწყვეტილი აქვს სომხეთს. ხოდაშერს აქვე ვიტყვი, მე ყოველთვის ძალიან მიკვირდა კიმ კარდაშიანის მაგალითი რომ მოვიყვანე ამ გეოპოლიტიკაში. არა, გასაგებია. ყოველთვის მაკვირვებდა რომ ესეთი ძლიერი, მდიდარი ლობია და არ ეხმარებოდნენ სომხეთს. ეხმარებოდნენ, მაგრამ აი ესე არა, ისეთი მასშტაბით არა, როგორთაც შეეძლოთ ალბათ. კი, იმიტომ რომ ნუ რაღაცა შიდა ის ქონდათ რა, რაღაც კონფლიქტივით, ანუ ამ საგარეო ემიგრაციასთან იყვნენ რაღაცნაირ კონფლიქტურ სიტუაციაში, რომ ეს დიასპორა უკმაყოფილო იყო, რომ მაგალითად როგორც იმართებოდა, ანუ რაზეც დგას მაგალითად დღეს ფაშინიანის ხელისუფლება, ხო, რომ წინა ხელისუფლების რაღაცა ოლიგოპოლიური ეკონომიკური მოდელები, სადაც ძირითადად ექსპორტიორებიც და იმპორტიორებიც მსხვილი იყვნენ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები, მხოლოდ და ხშირად აი გასოთ წინა გადაცემაში თქვენთან რომ ფაშინიანს ადარებენ ხოლმე ნაციონალურ მოძრაობას თქვა, აი რაღაც შეიძლება გეოპოლიტიკურ მანევრებში შეიძლება დაამსგავსო, მაგრამ შიდა პოლიტიკაში რეალურად ქართულ ოცნებას გავს ძალიან, ანუ ბიზნესის თავისუფლება, ქოცი ხარ, ნაცი ხარ, თუ ვინ ხარ, შენ შეგიძლია ფული აკეთო, ღია შენთვის სახელმწიფო, საგადასახადო სისტემა, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ხო, რაღაცა კუთხით ეს არ არის ცუდი, რომ პარტიული ნიშნის შეზღუდვა არ არის. ხო, ამასთან მივალ თვითონ რუსეთის ფაქტორთან, მაგრამ სომხეთის ძირითადი არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სომხეთის ძირითადი ტელეკომუნიკაციები რკინიგზას კი სხვა შორის საქართველოს რკინიგზა გადაურჩა პრივატიზაციის რაღაცნაირად იმედია არ გაყიდიან სამომავლოდაც. რკინიგზაც რუსეთის რუსული კომპანიების არის 2028 წლამდე გაზის მაგისტრალიც ასე შემდეგ. ამიტომ როცა ენერგეტიკა, როცა საუბარი არის ეკონომიკურ აყვავებაზე, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მე არ ვამოფიხა იმას, რომ რაღაცა რუსეთი არის რაღაცა დიდი, უბრალოდ რაღაცა ბუნებრივი ეკონომიკური კავშირები არის და ეს წარმოქმნის რაღაცნაირ ურთიერთობებს. მაგრამ როცა ვსაუბრობთ ამერიკის შეერთებული შტატები, ეს არ არის ცალკეული, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ისტორია. ხალხს გონია, გასაგებია რომ ეკონომიკის სპეციალისტები, პოლიტიკის სპეციალისტები და ასე შემდეგ, მათ ეს იციან, მაგრამ აი ხალხში ხშირად არის ხოლმე, რომ უბრალოდ აი ამ მაგალითით, სომხეთის მაგალითზე ვიტყვით რა, რომ ხალხს ხშირად გონიათ, რომ განსაკუთრებით ამერიკაზე რატო უნდა დაიჯერო ეს მე ვერ ხვდები, მაგრამ რომ მაგალითად აი მდიდარი ქვეყანა, ან განვითარებული ქვეყანა, ისეთი როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები, ან საფრანგეთი, ან რაღაცა, ის რომ რაღაცა კომპლიმენტებს გეუბნება, გონია, ანუ ხალხის წარმოდგენაში მიმდინარეობს ისე რომ აი მას უნდა რომ ჩემთან იყოს ნიუ-იორკი, მას უნდა რომ ჩემთან იყოს პარიზი. მე ვიყო ბედნიერი, იმიტომ რომ მე როგორი კარგი ვარ. სხვათა შორის ეს არის რაღაც ტიპის საბჭოთა აზროვნება იმ გაგებით, რომ ან საბჭოთა კავშირს ჰქონდა ეგეთი თვისება რა, რომ სადაც მიდიოდა, მიქონდა ზუსტად ისეთივე განვითარების პროექტი, როგორიც იყო ცენტრში. ანუ პერიფერია არ არსებობდა საბჭოთა კავშირში, ყველა წერტილი იყო ცენტრი. და აი ამ წარმოდგენით აზროვნებს, აი ხშირად საბჭოთა მემკვიდრეობას რო ებრძვიან აი პროევროპელი, პროდასავლელი ხალხი, ხო? მათ აქვს ზუსტად ეს საბჭოთა მენტალიტეტი, ეს საბჭოთა მენტალიტეტი განსხვავდება იმით, რომ საბჭოთა კავშირი მართლა იყო ეგეთი პროექტი, რომ ხა მოგწონდა თუ არ მოგწონდა, რომ ზუსტად იდენტურ სოციალურ ეკონომიკურ პროექტს ახორციელებდა ცენტრშიც და უკიდურეს პერიფერიაშიც. მაგრამ ასეთი პროექტი დღეს არ არსებობს მსოფლიოში, არც ევროკავშირი არის ეგეთი, არც ამერიკის შეერთებული შტატები, ხო, არც რუსეთი, რა თქმა უნდა, კიდე პირველ რიგში, ხო? და როცა ვსაუბრობთ ეკონომიკურ, მინდა რომ ისტორიული კონტექსტი დავინახოთ. ისტორიაში მოხდა ორი შემთხვევა, როცა ამერიკის შეერთებული შტატებმა იქონია პოზიტიური ეკონომიკური გავლენა სხვა ქვეყნებზე მართლა ფართო გაგებით მაკროეკონომიკურად. ეს იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთ გერმანია, ანუ ისევ საბჭოთა ექსპანსიის შესაჩერებლად ამერიკის შეერთებულ შტატებს ჭირდებოდა ექსპორტიორი იაპონია და ექსპორტიორი გერმანია, რომელიც შექმნიდა ტექნოლოგიებს, მანქანებს, იაპონიის შემთხვევაში ტელევიზორები, ტექნიკა, ამ შემდეგ და ამ ყველაფრის მყიდველი გახდებოდა ამერიკის შეერთებული შტატები. მაგრამ ნიქსონის შოკის შემდეგ, როცა დოლარი, ოქროთი გამყარება შეწყდა და გადაინაცვლა დოლარზე,
ეგრეთ წოდებული, ხშირად ვახსენებ ხოლმე ჩემს საყვარელ ეკონომისტს იანის ვარუფაკის თქვენს გადაცემაში, იანის ვარუფაკის ბერძენია და ბერძნული მითოლოგიიდან მოყავს ანალოგი, რომ გლობალური მინოტავრი, როგორც ათენელები უხდიდნენ ხარკს კრეტას კუნძულზე დასახლებულ მინოტავრს, რაღაც 14 ახალგაზრდის მსხვერპლს შეწირვით, ასეთ რაღაცას აკეთებდა უკვე დოლარის სისტემაზე გადასვლით, რომ ისევ საექსპორტო ქვეყანად ჭირდებოდა იაპონია და გერმანია, მაგრამ უკვე დოლარით ფინანსიალიზაცია ხდება მთელ მსოფლიოში და მათ ამ მიღებული შემოსავლით დოლარში ისევ აბანდებდნენ ამ დოლარს Wall Street-ზე. ამის შემდეგ 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ეს შეიცვალა ფაქტიურად და ამერიკის შეერთებული შტატები ბუნებაში აღარ ფიქსირდება, რომ რამე მსგავს, რამე, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს. მისი საფრთხე, რომლის ხარჯზეც ჭირდება ეგრეთ წოდებული. ანუ იტყუება, როცა ამბობს, რა თქმა უნდა, და ვიტყვი, ხა ბანკის გოიმებივით უნდა რომ აკვირდოს. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ როგორც ქართველები ავარდით ამაზე და ეხლაც არ არის ცოტა ამაში, ამიტომ არის რომ ისტორიის ცოდნა არ არსებობს შენ ისტორიაში მოძებნო ფაქტი, ისიც დროებით 2008 წლის ფინანსურ კრიზისამდე იაპონიისა და გერმანიის გარდა, როცა საბჭოთა კავშირის მხოლოდ საბჭოთა კავშირის შესაკავებლად და მისი ექსპანსიის შესაკავებლად ჭირდებოდა ეგრეთ წოდებული აყვავილებული კაპიტალისტური ბუფერული ზონები საბჭოთა კავშირთან, საიდანაც საბჭოთა ხალხი დაინახავდა რადიკალურად განსხვავებულ ეკონომიკურ სიტუაციას და არა პირიქით, რომ იქიდან დაინახავდნენ აქეთ რადიკალურად განსხვავებულ სიტუაციას. ეს პროცესი 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ კვდება და იმიტომ რომ მთლიანად სამყარო გადადის ახალ ძალიან მტაცებლური ფორმის რენტაზე, ქირაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ აი გასაგები მაგალითით რო ახსნა მაყურებლისთვის რა, თუ ადრე მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები Mercedes მანქანას ყიდულობდა გერმანია ყიდიდა ამას დოლარში და მერე ამ მიღებული დოლარის უდიდეს ნაწილს აბანდებდა ამერიკულ ხაზინაში, Wall Street-ზე, ასე შემდეგ. დღეს ამას დაემატა Amazon-ი, Apple-ი, ციფრული პლატფორმები, ანუ ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურა, სადაც Mercedes პირობითად უწევს 30% ქირის გადახდა ამერიკულ ციფრულ პლატფორმებზე იმისთვის, რომ საკუთარი პროდუქცია საერთოდ სადმე გაყიდოს. და ასეთი ამაში კონკურენტი ამერიკას ყავს მხოლოდ ჩინეთი და მეტი არავის სხვა და ჩინეთი ასეთი პლატფორმებით ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზეც და საკუთარ ბაზარზეც. ეხლა რაც შეეხება კონკრეტულად სომხეთის მაგალითს. თუ შეიძლება ეხლა რო არ მოკლედ ერთ რაღაცას ვიტყვი თუ შეიძლება და რომ დავასრულო რა. ერთ-ერთი პირველი რაც მოხდა რუსეთის ფედერაცია, ესე იგი ჩუბაისის მოდელის მიხედვით ეს რუსეთმა რომ უნდა ააშენოს ლიბერალური იმპერია პოსტსაბჭოთა სივრცეში, ეს გარანტირებულია, იმიტომ რომ ნედლეულის მოპოვება, წიაღისეული, ამაში ძირითადად რუსული კომპანიები არიან რკინიგზა ასე შემდეგ და ეტყობა დონალდ ტრამპი ამერიკული აყვავების მოდელში გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ბანკი, რომელიც არის ამერიკულ-ბრიტანული კომპანია, უკვე რამდენიმე წლის წინ შევიდა სომხეთის ბაზარზე და იყიდა ყველაზე დიდი სომხური ბანკი, ხდება ერთპიროვნული მონოპოლისტი და ეტყობა აი როგორც ამერიკულ-ბრიტანული ბანკებიც აყვავდა საქართველოს, რაღაც იგივე მოდელს უმზადებენ სომხეთსაც. თორიკე, ეხლა ცოტა პოლიტიკურ კონტექსტში შევეხოთ, აყვავება გასაგებია, რომ არავის აყვავება არ უნდა ხეიდის ნახვა. ეს მხოლოდ შესაგულიანებელი განცხადება იყო თუ რა აქ იმალება კონკრეტული რაღაცა გათვლები, ხო? კერძოდ თქვენი აზრით რა? პირველ რიგში მოგესალმებით, დიდი ხანია თქვენს ეთერში არ ყოფილვარ, ამიტომ პატივია ჩემთვის აქ ყოფნა. ბატონ არჩიბალდთან ერთადაც არ ყოფილვარ ეს ეთერში და ესეც სასიამოვნოა. არჩიბალდს რომ ვიცეთ კიდევ დრო შეიძლება მთელი ესე თქვა ძალიან ყოვლის მომცველად საუბრობს და ძალიან საინტერესო. მე უფრო რაღაცებში რა თქმა უნდა ვეთანხმები და მე უფრო ცოტა პოლიტიკურ კონტექსტში განვიხილავ ამ საკითხს და ჩვენ ხა შორეულ ისტორიებს შევეხეთ და აქვე ახლო ისტორიასაც შევეხოთ ხომ ამერიკის შეერთებული შტატების ხა პრეზიდენტის
დონალდ ტრამპის ესე ვთქვათ ქმედებების რო გადავალოთ ბოლო რამოდენიმე პერიოდში თვალი არის ის რომ მაგალითად ვენესუელის აყვავებაც უნდა ალბათ როდესაც პრეზიდენტი მოიპარა იქ გრენლანდიის აყვავებაც უნდა და სირიის აყვავება როდესაც აუჯილანი ხო ნუ რეალურად ეს ქმედებები ხა ჩვენ ძალიან რა ვიცი გასაგები არის ხო ის რომ დღევანდელ პერიოდში და ისედაც ზოგადად თუ შევხედავთ უბრალოდ ადრე უფრო ნაკლებად ჩანდა ეს რომ რაღაცა დაფარული ისო ქვეტექსტებით შეიძლებოდა რომ დაგვენახა დღეს ძალიან პირდაპირ ჩანს და ძალიან ნათლად ჩანს ის რომ ქვეყნები იქცევიან ძალიან ეგოისტურად და მით უმეტეს ეს რეალიზმისგან გამომდინარე ხო პოლიტიკური რეალიზმიდან გამომდინარე რომ შევაფასოთ ძალიან ისე ეგოისტურად იქცევიან და ამას არც მალავენ პირდაპირ ამბობს ახლა ტრამპი როდესაც გამოდის პირდაპირ ამბობს რომ მე მჭირდება მსოფლიო რესურსები. მე უნდა მივიღო ყველა ქვეყნიდან მსოფლიო რესურსი. იქ გრენლანდიას თუ დამჭირდება გრენლანდიას წავიღებ, აქ ვენესუელას ჩავკეტავ და იქ ხო ჩავკეტავ რომ ჩინეთმა ნავთობი აღარ შეიძინოს, იქ ირანს დავბომბავ, იმიტომ რომ ისა ვაკონტროლო ირანის გაზი ხო რა თქმა უნდა და შესაბამის ხო ნუ ისრაელს ხა ხო და შესაბამისად ეს ნათლად დევს ჩვენს ხელის გულზე დევს ხო ეს საკითხი და რეალურად ახლა ჩვენ რო აქ თავისუფლების დღე გქონდა და აღნიშნავდით 26 მაისს JD Vance არა ხო მე რუბიო იყო ჩასული სომხეთში აეროპორტიდან არც კი გასულა ისე მოაწერეს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო სომხეთის და ისე მოაწერეს რაღაც ესე თქვა შეთანხმებებს იქ ერთ-ერთი პუნქტი ის იყო ესე თქვა იშვიათი მინერალების საკითხი ეს მე მგონი ყველა ამერიკის შეერთებული შტატები სადაც კი დევს ესე თქვა კონტრაქტს ან რაღაც საფორმებს ყველგან არის ერთ-ერთ პუნქტად იშვიათი მინერალები ეს რაზე მიგვანიშნებს იმაზე რომ ეს რესურსები ჭირდება ხო ეხლა მე ძალიან რა ვიცი ცოტა ისე უყურებ რა თქმა უნდა სკეპტიკურად უნდა შევხედოთ ამ საკითხს როდესაც ტრამპი ამბობს რომ სამხრეთ კავკასია უნდა აყვაოს ჩვენ ეს გამოვლილი გვაქვს საქართველოს ეს გამოიარა იმიტომ რომ ერთ პატარა ნაბიჯს ვერ გადაადგავდი რა ვიცი სააკაშვილის დროს თავზე გვეჯდნენ და სულ რაღაცა კონტროლის ქვეშ იყო სახელმწიფო სტრუქტურები, ხო? და ჩვენ რა მოგვიტანა ამან, რას ვიმკით დღეს, ხო? ესეც ნათლად ჩანს რა. ჩვენ კი ტერიტორიები მანამდე დავკარგეთ, დაოკუპირებული გვაქვს ტერიტორიები, მაგრამ ამის შემდეგ კიდე დავამატეთ, ხო, ეს ტერიტორიები. და ეს და თვისებრივად სხვა რანგში ეს საიდან გამომდინარე მოხდა? იქიდან გამომდინარე, რომ სულ რაღაცა უჩიჩხინებენ რუსეთს ამ რეგიონში სულ რაღაცა ცდილობენ რომ გააღიზიანონ ეხა რუსეთი რო აგრესორია და ოკუპანტია ამაზე ეხა არავინ არ დაობს და რუსულ პოლიტიკას ტიკის წინააღმდეგი რო ვართ რა ვიცი იმიტომ ვართ ამ დღეში რა დღეშიც ვართ ზოგადად მაგრამ აქ რაღაცა ამ რეგიონში რაღაცა ფეხის გადგმა რაღაცა იმის რა ქვია ფესვების გადგმა ესეთი მარტივი არ არის ხო ეხა ამბობენ იმ საკითხს რომ ხო ისრები გადაიტანეს სომხეთზე ხო თქვათ ეხა სომხეთში რო ჩახვალთ რა ვიცი მე ხშირად სტუმრობ ხოლმე და არა მხოლოდ სომხეთს ზოგადად მეზობელ ქვეყნებსაც და ევროპასაც და რა ვიცი აზიასაც მაგრამ ეხლა სომხეთში რო ჩახვალთ რუსული დროშები კიდია სხვა არა ყველაფერს თავი დავანებოთ რა რუსული წარწერებია ანუ თარგმანს გულისხმობ ამ შემთხვევაში ხალხი ლაპარაკობს რუსულად საერთოდ ეს ტრამვები რუსეთთან როგორც არც გააჩნიათ და საერთოდ რუსეთის იმპერიიდან მოყოლებული რამდენი რამ გაუკეთა სომხეთს მათ შორის ჩვენთან ჩამოსახლება არ არის ანუ ქვეყნის შიგნით ეს განწყობები არ არის რომ რაღაცა ვიღაცას ან ევროკავშირი უნდადეს ან ამერიკის შეერთებული შტატები ან ეს განწყობა არ იგრძნობა. მე ხა მეგობრებიც ყავს სომხები ადგილზე, ანუ ერევანში და საერთოდ არაფერი მსგავსი არ იგრძნობა. მაგრამ იმარჯვებს ფაშინიანი. და ეს არის. ეს საკითხი არის ძალიან საინტერესო კიდე. ორბანი იმარჯვებდა და ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ტრამპი როგორ უჭერდა ორბანს მხარს და მან წააგო არჩევნები. და ფაშინიანმა ეს უნდა გაითვალისწინოს. ფაშინიანი ახლა რეალურად არის აწყობილი ევროკავშირის პიარზე.
ანუ ევროკავშირის PR-ია რეალურად რო ანუ ეხლა არჩიბალდმა თქვა რომ აი ისაო რა ქვია რაღაცა ადარებენო ნაციონალური მოძრაობის რაღაცას ერთ-ერთი გამოვლინება რაც შეიძლება რომ შევადაროთ ეს არის PR-ი აი რო დადის რაღაცა სუჭამს თან ანუ ეს რა ვიცი ეს როგორი PR-ული სვლა აქ ამ ის სააკაშვილი ჭამდა და ბოლოს შეჭამა ძალიან ისე კარგად და რეალურად ფაშინიანსაც რა ვიცი მე მგონი რომ უკაცრავად მე მგონი რომ ეს ის აქვს რა რაღაცა ესეთი მიმართულება აქვს არჩეული ნუ ეხა სააკაშვილის და ფაშინიანის შედარებას თუ დავიწყებთ უბრალოდ იმ დროისთვის ისე არ იყო ტექნოლოგიები განვითარებული ესეთი სოციალური ქსელები და ასე შემდეგ და ისა ტელევიზიებს და იმას დაარბენინებდა ხო სააკაშვილი ოპერატორებს და ამ შემთხვევაში ბათუმში შენებლობავითომ ღამე რომ მიდიოდა ღამე კი ბათ აი ისეთი მუხჩაუხრელი შრომა იყო და ისე ვითარდებოდა ქართული ეკონომიკა რომ 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა და ეს პროჟექტორების ქვეშ დამუშავებდნენ ბათუმში ამ შემთხვევაში ფაშინიანი თავისი ტელეფონით დარბის და რა ვიცი თბილისშიც რო იყო ჩამოსული ველოსიპედით დადიოდა სულ იმეებს იღებდა მუსიკებს რთავს რომელ ქვეყანაშიც შავა იმ მუსიკაში აი ნახეთ რა არის PR ტექნოლოგია არის მაგრამ როდესაც ევროპა სადღაც შედის ანუ თავისი საცეცებით იქ ჭამა იწყება და იქ იწყება ზუსტად აი ესეთი PR-ული სვლები რომ რაღაცნაირად ხალხთან დაახლოვდეს რაღაცნაირად ისა მაგრამ ეს რამდენად უშველის მას ეს ცოტა კითხვის ნიშნის ქვეშ არის დასაყენებელი რა ერთადერთი რაც არის თემა ის რომ ჩვენ უნდა გავიგოთ ის რომ ჩვენი ქვეყნის ასაშენებლად არავინ იმას რაღაცა რესურსს არ დახარჯავს. იმას თუ რაღაცა რესურსს დახარჯავს და რაღაცა ფინანსები შემოვა ამ ქვეყანაში, იმას მოყვება თავისი პოლიტიკური ინტერესი. და ჩვენ რეალურად ეხლა ჩვენ რასაც უყურებთ ნუ საქართველოს ხელისუფლება ამ შემთხვევაში რომ ამ ქვეყანაში მშვიდობა გვაქვს, ზუსტად ეს არის ის ფაქტორი, ხო ვადევნებთ იმ თვალყურს და პრემიერმაც თქვა ხო ირაკლი კობახიძემაც თქვა რომ რაღაცაო ჩვენო გვაქვს რაღაცა დონის კომუნიკაციებიო საუბრობთო ამერიკის შეერთებულ შტატებთანო და ისედაც რა ვიცი რაღაც კონფერენციებზე და ასე შემდეგ ხელს ართმევენ და იქ რაღაც საკითხებს განიხილავენ ხოლმე ხო და კულისებს მიღმა ალბათ უფრო მეტი საუბრები არის რაზეც რაღაცეებზე რაც არის წამოყენებული პირობები იმაზე ვამბობ თუ არის შესაბამისად ჩვენ ქვეყანაში არის მშვიდობა და ისრები არის გადატანილი სომხეთზე, ნუ ეხა აზერბაიჯანზე. უბრალოდ ერთი რაღაც არის ძალიან აი საინტერესო რა. აი სომხეთზე როგორ უბრალოდ აი ამ რეგიონში როგორ უნდა იყოს სომხეთი დასაყრდენი რომ აი რა ვიცი რაღაცა გზის მშენებლობას აპირებენ. ირანი რო გაეკონტროლებინა ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ შემთხვევაში შეიძლება გვეფიქრა რომ კი ეს პროექტი რაღაცა განხორციელდება, მაგრამ პირდაპირ საზღვარზეა ხო ის რა ქვია ის მშენებლობა რაც უნდათ რომ რაღაცა გზა გაატარონ პირდაპირ არის საზღვარზე და ირანი ამბობს რომ სასაკლაოს მოვაწყობო რა აქ ვერ გამოვაო ვერაფერიო და აზერბაიჯანიც ეხლა რავი ილჰამ ალიევი ეხლა ბოდიში და ისე ვიტყვი რა მაგის ჩიტი არ არის რომ რაღაცა ამ იმებში ჩაერთოს აგერ სულ რამოდენიმე ხნის წინ ევროკავშირთან მთლიანად გაწყვიტა ხო ყველანაირი კომუნიკაცია მაგრამ გაცილებით რბილი რეაქცია ჰქონდა ევროკავშირის ვიდრე საქართველოს მიმართ აქვს იმიტომ რომ აზერბაიჯანს არ აქვს სურვილი არც გაწევრიანებაზე, არც ასოცირებული წევრია. საქართველოს ხელისუფლება დღემდე იძახის, რომ თავი ევროკავშირის წევრობა ჩვენი ძალიან დიდი პრობლემა და მონაპოვარია ქართული ოცნების კანდიდატის სტატუსი. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პრობლემაა, როდესაც 78 მუხლი გვიწერია კონსტიტუციაში. ის საერთოდ წარმოუდგენელია, რომ კონსტიტუციაში მე მაშინაც ასე ვფიქრობდი, კონსტიტუციაში ჩაწერო რაღაც გაერთიანების წევრობა, რომელიც ჩვენ შეიძლება არ ვიყოთ ხო არა თუ რაღაც გაერთიანება, არა? არა, ეხლანდელ მოცემულობაში ახლა შეიძლება 1-5 წლის წინ, 6 წლის წინ, რა ვიცი, 10 წლის წინ. არც 1 წლის წინ ჩემი ვიცით, რაღაცნაირად ლოგიკასთან ყოფილიყო მაშინ, მაგრამ ეხლანდელ სიტუაციაში გლობალურ პოლიტიკას რო შევხედავთ, რა სიტუაციაც დგას და ომიც მიმდინარეობს, ხო, რუსეთ-უკრაინას შორის. აი ამ ფონზე შენ რო 78 მუხლი გიწერია და თან ანუ სულ კრიტიკის ქარცეცხლში ხარ და სულ რაღაცა დაძაბულობის ეპიცენტრები უნდათ რომ შექმნან ამ ქვეყანაში
და ამავდროულად ზუსტად ხო აგენტურაზეც გვექნება ალბათ საუბარი და ეს საკითხიც ამასთან არის მაშინ ხო და ეს აუცილებლად გითხოთ არა ვიტყვით უბრალოდ მინდა დავაზუსტო და აუცილებლად მე დროსაც ვუყურებ რომ დაცული იყოს პარიტეტი აი თქვენ თქვით რომ აი სომხეთი როგორ დასაყრდენი ანუ არ არის ეს ისეთი გათვლაო პროდუქტიული გათვლა ხო და ხო ის რომ თქვენი სიტყვები რომ ასე ვთქვათ გადავათამაშო მაგრამ რუსეთის უპირობო სატელიტი იყო სომხეთი ამ ხის განმავლობაში. შეასრულა მან ეს ფუნქცია? რუსეთის სატელიტობა? კი, ხო, ის რომ დასაყრდენი იყო, არა, თავის დროზე. აი რუსეთის დასაყრდენი რო იყო სამხრეთ კავკასიაში, ამან მოუტანა რუსეთს როგორც გავლენის მქონეს რამე ბენეფიტი? ვიცით რა, ეს სამხრეთ კავკასიაში გავლენის განმტკიცების თვალსაზრისით. რუსეთისთვის ახლა არ არის ესე არ ჩანს. ანუ შეიძლება იგივე ის გააკეთა ფსონიდადო ამერიკის შეერთებული შტატებმა მეთქი, აი ეს ფიგურა. აი არა, ამერიკის შეერთებული შტატების ახლა მიზანი ძალიან ცალსახა არის და ევროკავშირის მიზანი ძალიან ცალსახა არის ამ რეგიონთან მიმართებაში. ვიღაცა ჭირდებათ რასაც გამოიყენებენ შემდეგ რუსეთთან სავაჭროდ. ეს არის. როგორც აი ძალიან მარტივია თან გამოდის სხვადასხვანაირი დასაყრდენი იყო რუსეთისთვის და სხვადასხვანაირი იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სწორად გავიგე. კი, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთ რაღაცას გულისხმობ რა. ამ შემთხვევაში ჩვენ რო ვამბობთ, საქართველოს რო ვამბობთ რაღაცეებზე ვარს, არ უერთდებით სანქციებს, არ უერთდებით, რაღაცეებს უერთდებით, მაგრამ საერთო ჯამში სანქციებს არ უწესებთ რუსეთს, არ უერთდებით ამ ომში, ასე შემდეგ. ამის სანაცვლოდ რომ ჩვენ არა ვართ, ანუ ჩაიკეტა ჩვენი გზები, ბევრი ორგანიზაცია დაიკეტა მათ შორის ევროკავშირის დაფინანსებული და დღეს სომხეთში გაიხსნა და იქ ფუნქციონირებდა და ქართველები ვინც მუშაობდნენ, აქამდეც მაქვს ნათქვამი, ქართველები აქ ვინც მუშაობდნენ, დღეს სომხეთში მუშაობენ იმ ორგანიზაციებში და იქ უტარებენ ტრენინგებს ადგილობრივ ესე ვთქვათ სომხებს და შესაბამისად რას ვამბობ რომ ეს არის უბრალოდ აი პუტინმაც თქვა რა ორი დღის წინ მქონდა გამოსვლა ხო ყაზახეთში იყო და პუტინმაც თქვა რომ უკრაინაში ამის გამო დაიწყო კრიზისი. ანუ ევროკავშირში გაწევრიანების საფუძველზე რაღაცა მისწრაფებებით და რაღაც. ეს როგორი სიგნალია ეხა ისე რომ ანუ რო გადავთარგმნოთ რა რეალურად რა ეს სიგნალი არის ის რომ შენ გეუნებიან რომ აი შენ თუ რაღაცა კიდევ ცოტა რაღაცა ფესვების გადმას დაიწყებ ხო არ ვიცი ახლა რაღაცა გადატრიალებას შეიძლება გადატრიალება არა მაგრამ სომხეთში ისე რა ქვია რუსული ბაზები დგას ელემენტარული სხვა ყველაფერს თავი დაანებოთ რა ვიცი ახლა ჩვენ არ უნდა დაავიწყდეთ მათ მაგალითად სომხებმა ჩვენ გაკვეთილზე მაინც ისწავლონ ის რომ რა ვიცი ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს რა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მინდა მეკითხო გადმოვინაცდე თუ შეიძლება აი რაღაც მნიშვნელოვანი შეიძლება პატარა რეფლექსიას დავაკეთებ თუ შეიძლება პირველ რიგში დავიწყოთ იმითი რომ რაღაცა მნიშვნელოვანი რაღაცები თქვი და თუ შეიძლება რაღაცა ჩემ პატარა რეფლექსიას გავაკეთებ ამასთან დაკავშირებით. აი ახსენეთ თორნიკემ რომ ესე იგი სომხეთში არ არისო განწყობები ეს პროევროკავშირი და ასე შემდეგ მიუხედავად იმისა რომ ფაშინიანი გამოვიდა რაღაც კანონში ჩაწერა რაღაც კანონი მიიღეს თუ ასე შემდეგ ხო? ეხლა ნებისმიერ ადამიანს ვისაც რუკაზე და ხედვა შეუძლია და რაღაცა ოდნავი ორი აზრის ერთმანეთზე მიწებება სომხი იქნება ქართველი თუ ბანგლადეშელი ძალიან კარგად მიხვდება რომ ანუ რა ევროკავშირის წევრობაზე ლაპარაკი საიდან როგორ რანაირად ანუ თურქეთს უნდა გადაახტეს გზაც არა ხო თურქეთს უნდა გადაახტეს თუ თურქეთს უნდა გადაახტეს მაშინ ევროკავშირი და თურქეთს არასდროს არ მიიღებს ევროკავშირი წევრად იმიტომ რომ უზარმაზარი იყო უკრაინას დაადო სანქციები ტარიფები გაგანია ომის დროს ევროკავშირმა იმიტომ რომ კონკურენციას დროს და რა თურქეთის გაწევრიანებაზე ლაპარაკი ხო ეს ეხა 2-4 ადამიანმაც იცის და არ მგონია რომ ამას რაღაცა ის ქონდეს უბრალოდ მგონია რომ ამ შემთხვევაში დასაყრდენს ევროკავშირი პოულობს ხოლმე სწორედ იმაში რომ მიუხედავად იმისა რომ აი მართლა ეხა აი ესე რო ვთქვათ რა გულწრფელად რა სომხეთისნაირი ქვეყნისთვის და მისი წარმოების იმის შესაძლებლობებისთვის იდეალური შესაძლებლობაა ევრაზიული კავშირი
სადაც თავის პროდუქციას ყიდის, ამას ყიდის. მაგრამ იგივე ამ ევრაზიული კავშირის, ანუ ასეთ რომ ვთქვათ, რუსული სატელიტის თუ რუსული ინტერესების გამტარი ხელისუფლებები სომხეთში ყოველთვის იყვნენ აი რუსული ოლიგარქიული მოდელის კიდევ უფრო რაღაცა პროვინციული ვერსია, რომელიც ხალხში ყოველთვის იწვევს ძალიან დიდ გაღიზიანებას და უკმაყოფილებას რაღაცა აი განუვითარებლობას მიღება. იმიტომ რომ რეალურად აი რო წარმოიდგინოთ ქალბატონინო, ხო? ანუ ამ პატარა სომხეთს, ამ ხელას შესაძლებლობა რო გაქვს ევრაზიული კავშირის რატომ უნდა თქვა ამაზე ვარ? შიგნით რატომ უნდა ქონდეს ეგეთი ჩავარდნილი ეკონომიკური სოციალური პოლიტიკა, რომ უბრალოდ რაღაცა ევროპული სამართლებრივი სისტემაც კი ლოზუნგის დონეზე მაინც ვიღაცისთვის მისაღები იყოს, ხო? ეხლა რაც შეეხება რუსეთის პოზიციას რა სომხეთთან მიმართებით. პირველ რიგში მიმაჩნია რომ აი პუტინის განცხადება იყო ნახსენები. გვეუბნებიან მაგიდას ნუუკაგუნი. უკაცრავად. პირველ რიგში პუტინის განცხადებას რო შევეხოთ, ხო? აბსოლუტურად უნდა გავმიჯნოთ ეკონომიკური და სამხედრო პოლიტიკური ერთმანეთისგან. ამ შემთხვევაში უნდა გავმიჯნოთ. იმიტომ რომ ეკონომიკურ ნაწილში რუსეთს და ევრაზიულ კავშირს აქვს მართლა ძალიან ბევრი, არა მარტო ბერკეტი, არამედ არგუმენტიც რა, რომ მე ამხელა 128 მილიონიანი ბაზარი ვარ, იქ ყაზახეთია, იქ ყირგიზეთია, იქ ბელარუსია, ეს ყველაფერი შენთვის ღია, რაღაცა რა გინდა რითი ხარ უკმაყოფილო ევროკავშირში, მაგრამ პოლიტიკურ სამხედროს რაც შეეხება, აუცილებლად ძალიან უარყოფითად უნდა შევაფასოთ ვლადიმერ პუტინის განცხადება და განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რომ უკრაინის მოდელი რო იყო ნახსენები რა. იმიტომ რომ აი სომხეთის მაგალითიც რაღაც უნდა თქვა. უკრაინაში კაი რაღაცას იძახიან, რომ ეს ეთნიკური რუსების დასაცავად შევედით და რუსულენოვანი და რუსკინი და სომხეთში რა ეთნიკური რუსი რეგიონები არსებობს, რამე ისტორიული რუსეთის მიწებია თუ რა არის. ხო, ანუ ამ შემთხვევაში ძალიან კრიტიკულად უყურებ რას ის რომ ერთი გასაგებია რომ ბერკეტი გააჩნია, მაგრამ ეს რიტორიკა არის, ანუ ესე იგი შენ იმდენად როგორ თქვა, ვერ ახერხებ საკუთარი ეკონომიკური და სოციალური უპირატესობის არტიკულაციას, რომ გადადიხარ სამხედრო მუქარაზე, რაც დონალდ ტრამპის რო არ მოგწონს, ვლადიმერ პუტინის რატომ უნდა მომეწონოს? არა, რატომ უნდა მოწონებას დადებით კონტექსტში არ მიგულისხმობს. არა, მე უბრალოდ რო ახსენი, მაგაზე გამახსენდა რომ შეფასება მიგე. თუმცა ეკონომიკური ისიც მოყვა პასუხი. ეკონომიკური ძაკი უკვე შეუზღუდეს რაღაცა ერთშიც გაიწვია. რატო არ შეუზღუდავდა? აი სხვა შეშ მაგრამ აი რაც მინდა და თორნიკეს თქვა რომ აი მეგობრები მყავს და ასე შემდეგ. ხო, ხა მე არ მყავს თუმცა გითხრათ ბევრი მეგობარი და რაც მოვიძია არ არსებობს რაღაცა ხელშესახები კვლევა ისეთი, რაც შეიძლება რომ აი პირდაპირ თქვა რომ აი რა მოხდება არჩევნებზე, როგორი რა შედეგი იქნება და ასე შემდეგ, რომ ან არის ევროკავშირის დაფინანსებული NGO-ების გაკეთებული კვლევა, რომელშიც ჩანს სხვა შორის კრიზისი ფაშინიანის, გადაუწყვეტელი ამორჩეველი. აი დაახლოებით ეგეთი სიტუაცია არა, როგორც ქართულ ოცნებას ყავს სააკაშვილი ბუად, ისე ყავს სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი ფაშინიანს ბუად, რომ აი გახსოვთ ხალხს რა უქნეს მიტინგებზე, გახსოვთ რომ ყველაფერი 10 სამი კაცის ხელში იყო, ასე შემდეგ ეხა NVIDIA შემოდის და ასე. ხო შეიძლება კრიტიკულ მინერალებზე რო იყო ლაპარაკი, ხო კრიტიკული მინერალები რეალურად გამოიყენება ახალი ტექნოლოგიებისთვის, ხო? NVIDIA-ს, რომელიც აპირებს ხელოვნური ინტელექტის ცენტრის შექმნას სომხეთში, რეალურად ეს ტექნოლოგიური IT კომპანიებიც, რომელიც ცოტა ხნის წინ შეიქმნა სომხეთში, ძირითადად ასაქმებენ რუსეთის მოქალაქეებს, ომს გამოქცეულ რუსეთის მოქალაქეებს, ჩვენთანაც არის ეს სეგმენტი სხვათა შორის. ძალიან შემცირდა, იმიტომ რომ ყველანი წავიდნენ სომხეთისკენ. ბევრ განახევრდა თითქმის, იმიტომ რომ ყველანი წავიდნენ სომხეთისკენ, იმიტომ რომ იქ გლობალურმა ციფრულმა კაპიტალმა იქ დაიწყო აკუმულირება. და პოლიტიკა ირანი იყო ნახსენები, ზანგეზურის კორიდორი და ასე პატარა რეფლექსიას გავაკეთე თუ შევა. რუსეთისთვის სომხეთი რა თქმა უნდა ყოველთვის იყო სატელიტი ქვეყანა. ეს საქართველოსგან განსხვავებით, რომელსაც ტერიტორიული პრობლემები აქვს რუსეთის ფედერაციასთან, ორი რეგიონის ოკუპაციის სახით, სომხეთს ასეთი პრობლემა რუსეთთან არ გააჩნდა. ყარაბაღის თუმცა ყარაბაღს აღიქვამდა ის ასეთ რამეს, ნუ ოღონდ პირიქით.
ყარაბაღს სომხეთიც კი არ აღიარებდა არათუ საკუთარ ტერიტორიის ნაწილად, არამედ დამოუკიდებელ. ეს გასაგებია, ის არ აღიარებდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს იყო ფაშინიანი, რომ რაღაცა ერთ ხალხი წამოუხტა რაღაც იმაზე და არ მიყვარს ფაშინიანი. მაგრამ ხალხისთვის მაინც გასაღიზიანებია ეს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ტოვილები დაემატათ. მითხარით, რა დაკარგეთ, როდის იყო თქვენიო. არც ჩვენ ეს ყველაფერი გვესმის, მაგრამ ყოველში ჩვენ როცა თქვენ ოკუპირებული ტერიტორიები ახსენეთ, ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვაზროვნებთ საერთაშორისო სამართლის მიხედვით. იმითი რომ ეს არის საერთაშორისო სამართლის მიხედვით აღიარებული საქართველოს ტერიტორიები და არა ისტორიულ კულტურულ რაღაცა იმებით, ხო, გაეროს მიერ აღიარებული საზღვრები. ხელმძღვანელობთ ამით. ზუსტად ასევე უნდა ვიხელმძღვანელოთ აზერბაიჯანის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ნახეთ, ეს ანუ სომხეთისთვის ეს ნაწილი იყო სომხეთი იყო სატელიტი, ოღონდ ეს სატელიტი იყო ორმხრივად მომგებიანი, იმიტომ რომ სომხეთისთვის ღია იყო რუსეთის და ევრაზიული კავშირის მთლიანად ბაზარი ძალიან მომგებიანი პირობებით. სატელიტობა კი გამოიხატებოდა იმაში, რომ თურქეთის ეს პანთურქული სამყარო, დიდი თურანი, რომ ჩრდილოეთის სამხრეთის კორიდორი, ანუ რეალურად სომხეთი საქართველოს სომხეთი აკავშირებს არათურქული ქვეყანა ვართ სომხეთი და საქართველო, რომელიც რუსეთს აკავშირებს ირანთან და ირანს აკავშირებს რუსეთთან. და მათ შორის ირანზე გავლით ინდოეთთან რომ მოაწერა ევროკავშირმა სავაჭრო ხელშეკრულებას ხელი, ირანში დღემდე არსებობს, ხო იცით რა მძიმე სანქციებში არის ირანი, დღემდე არსებობს ერთადერთი პორტი, რომელიც ასას არანაირი სანქციები არ აქვს, იმიტომ რომ ის არის გამტარი ინდური პროდუქციისა, რომელიც მიდის ევროკავშირში. ამ გზების აწყობაზე არის ლაპარაკი. თავად ეს ფაქტის მეტყველებს როგორი ცინიკური არის საერთაშორისო პოლიტიკა. სატელიტობა კიდე რუსეთისთვის სარგებლიანი იყო იმით რომ წარმოიდგინეთ თურქეთი არის ნატოს წევრი, ხო? ყოველდღიურად ფაშინიანის ხელისუფლების პირობებში ბოლომდე მიდის ნორმალიზაცია აზერბაიჯანთან და თურქეთთან. ანუ აზერბაიჯანის და თურქეთის ყველა ტერიტორიულ პოლიტიკური მოთხოვნის დაკმაყოფილება, ხო? ეს დაკმაყოფილება როგორც კი სულ ბოლომდე გადაიჭრება, რაზეც ალიევი იძახის ახლა ევროკავშირი მიშლის ხელსო, რომ არა რუსეთის სამხედრო ბაზა მაშინ რაღაც შეუშლიდა. სომხეთს მაგალითად ნატოში გაწევრიანებას და პირდაპირ ნატოს რკალი და აზერბაიჯანს მიიღებდნენ მეორე დღეშივე. ხო, ერთმა ცნობილმა ამერიკელმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ საქართველო ან სომხეთი რომ მიგვაღებინა ნატოშიო, მეორე დღესვე აზერბაიჯანსაც გავაწევრიანებთ. რაც ნიშნავს, რომ ნატოს რკალი სამხრეთით რუსეთს და ნატოს რკალი ჩრდილოეთით ირანს. შესაბამისად, სომხეთი სამხედრო პოლიტიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით რუსეთისთვის არის ძალიან ძვირფასი. უბრალოდ კითხვა დგას ესე, სომხეთისთვის რა არის ძვირფასი? სომხეთისთვის რა ყრია დონალდ ტრამპის განცხადებაში? სომხეთისთვის რა დევს ევროკავშირთან ურთიერთობის დათმობაში? და ამის შეწონადობა ევრაზიულ კავშირთან და მათ შორის ჩინეთის ინტერესებთან. მაგალითად, იგივე ჩინეთიც პოსტსაბჭოთა სივრცეში მოსკოვის შემდეგ ყველაზე დიდი ფიზიკურად საელჩო აშენეს სომხეთში, ერევანში. და სხვა შორის ჩინეთს აქვს ეგეთი რაღაცა აი სტილი რა, რომ რაღაც ქვეყნებში აი ეგრე გამოხატავს ინტერესს, მაგალითად ლონდონში უნდა ეხა რაღაც უზარმაზარი დაუმტკიცეს უკვე რაღაცა საელჩოს აშენება, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ ევროპაში მისთვის ლონდონია ყველაზე მნიშვნელოვანი, ხო? ერევანშიც ყველაზე დიდი საელჩო აშენა ჩინეთმა. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი საქართველო აზერბაიჯანს განიხილავს მთავარ დერეფნად, მაგრამ სომხეთსაც განიხილავს დამხმარედ ასევე მის პარტნიორ ირანთან დასაკავშირებლად. ეს ძალიან კარგია ჩვენთვის, მე რომ მაგრამ საქმე არის იმაში, რომ სომხეთმა თავად უნდა გაანალიზოს, რომ ამ კონტინენტზე, იცით რა არის, აი მაგალითად ძალიან კრიტიკულად ვარ, ხო, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთანაც განწყობილი, ხო? მაგრამ ევრაზიის კონტინენტზე ვართ, ну აი ქართული ბევრი სხვაც არის, მაგრამ ქართული პერსპექტივიდან რა შევხედოთ რა. ევროკავშირი, რუსეთის ფედერაცია, ჩინეთი, ირანი, აი ეს არის ძირითადი მოთამაშეები, ხო? იაპონია კიდევ ბევრად უფრო გადაჯაჭვულია
ჩრდილოეთ ამერიკასთან, ხო? ეს არის ძირითადი მოთამაშე. შენ სომეხი ხარ, ქართველი ხარ თუ ვინმე სხვა ხარ, აუცილებლად უნდა გაანალიზო, რომ სხვა კონტინენტიდან მოსული იმპერია, რომელსაც ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სამხედრო თვალსაზრისით პრეცედენტი არ გააჩნია, რაც მოუყევი წეღან ახლა დასავლეთ გერმანიისა და იაპონიის რაღაც ისტორიული ამოვარდნის გარეშე, რომ რამე ტიპის იმაში იყოს ჩართული, ხო? სპარსეთის ყურის ქვეყნების კი ჭირდებოდა იმისთვის, რომ მოეხდინა ირანის ბალანსი, რომელიც მოირღვა ახლა ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ეს მინდოდა მოკლედ მეთქვა, რომ სომხეთი იქნება საქართველოს თუ ვინმე სხვა, პირველ რიგში უნდა შეწონადობა გააკეთო, რა აქვს და რა შეიძლება მქონდეს. საერთოდ ეს გონიერი ადამიანის არა მარტო პოლიტიკაში, არამედ პირად ცხოვრებაში და ურთიერთობაშიც მოქმედების სტილია, რომ აუცილებლად უნდა აწონდაწონო და იმის რომელი გადაწონის, იმის მიხედვით უნდა პლუსი თუ მინუსი მიიღო გადაწყვეტილება. და ძალიან მნიშვნელოვანია თქვათ საქართველოს დაუბრუნდეთ, აი ეს რაც ხდება ეხლა სამხრეთ კავკასიაში, თუნდაც ეს ზანგეზურის დერეფანი, მე ეკონომიკურად ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია კონკურენციის თვალსაზრისით და იყოს, არ მიქმნის პრობლემას სიმართლე გითხრათ, მაგრამ აი ჩვენი სეპარატისტული რეგიონების ბედზე ეს როგორ იმოქმედებს, უფრო არის მოსაზრება, ხო, არიან განსაკუთრებით პროევროპულად განწყობილ ჩვენი საზოგადოების ნაწილში, რომ აი თუ ის გაიმარჯვე რუსეთი თუ დამარცხდება, ამათ ჩვენ დაგვითმობს. მაგრამ მეორე მხრივ რუსეთი თუ დამარცხდება, უფრო მეტად ჩაეჭიდება ალბათ ამ ორ რეგიონს, იმიტომ რომ მისთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და იმ თავითვე იყო გასაგები, რომ 2008 წელს მას ეს ტერიტორიები არ დაუკავებია და არ დაუკანონებია, უკანონოდ, მაგრამ უკანონოდ დაუკანონებია საქართველოსთან წინააღმდეგობის გამო. ის ემზადებოდა, ეს იყო პლაცდარმი და ის ემზადებოდა იმისთვის, რაც ახლა ხდება და გამაგრდა იმ წერტილებში. როგორ ფიქრობთ, თორნიკე, ეს როგორ იმოქმედებს ამ ჩვენი სეპარატისტული რეგიონების ინტეგრაციასა თუ დეზინტეგრაციაზე დანარჩენ საქართველოსთან, აი ესეთი ტიპის აქტივობა და ინტერესთა გადაჯაჭვა სამხრეთ კავკასიაში. პატარა ჩანარს გავაკეთებ ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით. ზანგეზურის დერეფანი რომ განხორციელდეს, თქვათ, ეს ანუ რომ გამოვიდეს ეს პროექტი, რაც ესეთი მასშტაბური პროექტი არის, ამაზე ახლა საქართველოს პრობლემა რეალურად არ უნდა კონდეს პირიქით, თუ ეკონომიკური რაღაცა რკალი შეიკრა ამ რეგიონში, ხო? პირიქით უფრო მეტად მშვიდობაზე იქნება ორიენტირებული, კი, იმიტომ რომ ყველა ვინც ამ პროექტში იქნება ჩართული, იქნება, ანუ მათთვის ეს ძალიან ფასეული იქნება და უფრო მეტად გარანტიები იქნება ის, რომ ჩვენ რეგიონში იქნება მშვიდობა. არა მხოლოდ ის, რომ თქვათ კონკურენციაში მოვა, რა ვიცი, ჩვენთან მიმართებაში, ხო? რაც შეეხება ჩვენს ტერიტორიებს, ჩვენი ტერიტორიები, ახლა ოკუპირებული ტერიტორიები, ცოტა ისეთი ჩვენთვის ახლა ძალიან მტკივნეული საკითხია და პრობლემატური საკითხია. უბრალოდ რუსეთთან მიმართებაში ჩვენ ელემენტარულია, ანუ ამაზე ეს აი არჩიბალდს უყვარს 2x2 4-4-ია, რა ხშირად მომისმენია სხვადასხვა ეგრე არის და შესაბამისად ჩვენ რეალურად თუ არ ვესაუბრეთ მეზობელ ქვეყანას, რაც ყავს, ხო? რუსეთიან? ხო, რუსეთი. არა, ოღონდ ამ შემთხვევაში არ გულისხმობ იმას, რომ აი ეს რაღაცა ვიღაცები რო ჩადიან ამ რუსეთში, მერე ვიღაც ჩინოვნიკებს რო ხდებიან, მერე იმაზე რა ქვია, სუფრას გაშლიან, ერთ ჭიქას დალევენ და იტყვიან, რომ აი ჩვენ როგორ უნდა ვიყოთ ესე დაპირისპირებაში, მტრები როგორ უნდა ვიყოთ ჩვენ ხოცმები, ჩამოდიან მერე აქ გზიან და ამბობენ, რომ იცით რა რუსეთს უნდა თქვენთან დალაპარაკება. არა, ჩვენ უნდა ველაპარაკოთ რუსეთს, ოღონდ ერთი თემა არის ის, რომ ანუ სახელმწიფო დონეზე გულისხმობ ამ შემთხვევას, ამ შემთხვევაში, ოღონდ ამ შემთხვევაში გულისხმობ იმას, რომ რა გვაქვს ჩვენ რუსეთისთვის შესათავაზებელი, ანუ ეს არის რა, ანუ რის სანაცვლოდ რას ვითხოვთ, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დღეს ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ აი რუსეთი ტერიტორიებს თუ არ დაგვიბრუნებს, ჩვენ არანაირ მოლაპარაკების მაგიდასთან არ დავჯდებით. ეს პოზიციაც ცოტა რაღაცნაირად პრობლემატურია, იმიტომ რომ არ დაგიბრუნებს ელემენტარულად. მგონია მოლაპარაკების მაგიდასთან დავჯდეთ იმის გამო, რომ დავიბრუნო. აი ეგ არის, აი ეგ ლოგიკური ბმა არის, ხო? ანუ თუ მე იცი რა გაბუტულ პოზიციაში ვიქნები და აი მოდი რა, ეხლა ჩემი რაღაც სათამაშო წამართვი და ეხლა სანამ მე არ დამიბრუნებ, არ დაგელაპარაკები, არ აინტერესებს იმას. ფაშინიანმა მაგაში მოიგო, რომ აი
თურქეთთან ლაპარაკი დაიწყო. აი დაახლოებით სომხეთში არსებობდა ესეთი წარმოდგენები, რომ ყარაბაღის კონფლიქტზე ხო არ სომხეთი აღიარებდა მის დამოუკიდებლობას საკუთარ ტერიტორიადაც არ მიიჩნევდა, უბრალოდ ეთნიკურად სომხეთ დასახლებულ თვით გამოცხადებულ სახელმწიფოდ იყო აღიარებული, რომელსაც სომხეთიც კი არ აღიარებდა, ხო? და ის ხალხი, რომელიც ამ პრობლემის რაღაც ჯადოსნურ მოგონებას ძალიან გაუდავს ხოთიშორის საქართველოში რო არის, ხო ეს ხალხი რო აი მოსკოვის ცეცხლის ალში გახვევს ხედავდა, ეგრე და აი ზუსტად ესე იყო სომხეთში. ხო მე ვფიქრობდა რომ აი თურქეთი გაეცემა, სტამბული გადაიწვევა, დაემხობა ოსმალეთის იმპერია და მერე შემოვიერთეთ ამ ყარაბაღს. ჩემი აზრით, როგორც პირად ურთიერთობებში, ისე საერთაშორისო პოლიტიკაშიც საუბარს და დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია. უბრალოდ შენ უნდა გესმოდეს და იცოდე, დიპლომატია უნდა იცოდე ელემენტარულად და რო დაждები იმ მოლაპარაკებების მაგიდასთან, უნდა იცოდე ვაჭრობა. და თუ შენი თავის იმედი არა გაქვს, აქ უკვე სხვა პრობლემები ჩვენს და ეჭვმეპარება რომ საქართველოს ხელისუფლებას ანუ ვაჭრების მთავრობას ვაჭრობა არ იცოდა. ეგ იციან მაგრამ ყველაზე კარგად. უბრალოდ სადა აქვთ ინტერესი რომ რაზე ივაჭრონ და რაზე არა, აი ეს არის ძალიან ნათლად გამოსაკვეთი, იმიტომ რომ თქვენ ახსენეთ მაგალითად რომ არჩიბალდ უნდა თქვას თორნიკე, უნდა თქვა ძალიან სხვა პრობლემებთან გვაქვს ჩვენ საქმე რეალურად ახლა მესმის თქვენი ესე ვთქვათ პოლიტიკური შეხედულებები, მაგრამ მე რას გულისხმობ ამ შემთხვევაში რა ჩვენ ხო ვამბობთ რომ აი წეღანაც თქვი რომ აი ეს რუსეთს რამდენად გავაღიზიანებთ ხო მაგალითად იმით რომ ჩვენ კი არა ამ შემთხვევაში ის ინტერესები რაც ევროკავშირის და ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ამ რეგიონში რეალურად ხა თუ ჩვენ გამოსვლებს უყურებთ და მე იმ ქმედებებს უყურებთ ხოლმე რაც როგორც იქცევა რუსეთი ხომ რეალურად პირდაპირ საუბრობენ უკვე წეგან თავიდანვე რომ საუბრობდი რომ დავიწყე საუბარი ეს ვთქვი რომ ადრე უფრო შეფარულად ლაპარაკობდნენ ეხლა პირდაპირ ჩანს არანაირი ქვეტექსტი არ არის აი პირდაპირ გეუბნება რომ შენ თუ ევროკავშირისკენ ცოტათი რაღაცა ნაბიჯს გადადგავ ერთი ნაბიჯი არა უშავს ორი ნაბიჯი არა უშავს მაგრამ რამოდენიმე ნაბიჯს უკვე თუ გადადგავ ევროკავშირისკენ შენ გაიზიარებ უკრაინის ბედს ეხლა მე მესმის რომ ეს შეიძლება შევაფასოთ როგორც პოლიტიკურად ანუ პოლიტიკური ეკონომიკური საკითხები რაც არჩიბალდმა ახსენა ხო მე შემიძლია უარყოფითად თუ დადებითად მაგრამ ფაქტი არის ეს ხო აი ხა მაგალითად გუშინ თუ არცები გუშინ ხო ელჩი გაიწვია უკვე სომხეთიდან შესაბამისად ეს არის ის ნაბიჯები რასაც ანუ ამას ძალიან ყურადღებით უნდა მივადევნოთ თვალი რა ეს ესე უგულებელს საყოფი არ არის ესე რომ რაღაცა თქვათ რომ აი კაც აქაც რო იციან ხოლმე რომ იცით რა საქართველოს თუ ევროკავშირში მიიღებენ კაცო რუსეთი თვალს დახუჭავს ეგრე ეგონა 2008 წელს სააკაშვილს რომ რუსეთი თვალს დახუჭავდა აქ იყო ეგეთი სამი თვით ადრე ვიცოდით რომ მიიწებოდა ანუ ეს რაღაცა იყო ბევრი პროვოკაციები საზღვარზე და ასე შემდეგ და ესე იგი მაშინაც ეგ აზრი იყო ძალიან ისე წამოწეული წინ რომ ევროკავშირი არ იყო არა მაგას არ გულისხმობ რომ არა ამ შემთხვევაში რას გულისხმობ იცით რომ რუსეთთან მოგვარებული გვაქვს რა ანუ რუსეთთანო ისე თვალს დახუჭავსო რა და ჩვენ უნდა უბრალოდ ვიცოდეთ რუსეთის ისტორია ელემენტარულად საბჭოთა კავშირის ისტორია რუსეთის თვითონ გენეტიკური ისტორია უნდა ვიცოდეთ როგორი ხასიათი აქვს როგორი მიდგომა აქვს პოლიტიკური და აი იმას რომ ესე ვთქვათ გავეცნობით მე უკვე ძალიან კარგად ვხედავთ რაზე რა რეაქცია შეიძლება კონდეს და შესაბამისად ეხლა ამ რეგიონში ამ რა ვიცი ხა ამერიკის იმით რომ ეს რეგიონი აყვავდება და რა ვიცი ყველა ერთადერთი რაც ვიცი ტრამპი ეცდება რომ თავისი ქვეყანა აყვავოს ისიც თუ ისაქნა რა ანუ აყვავოს იმ თვალსაზრისით თუ ამბობ რომ აი რასაც გამოდის და ამბობს რომ ეს რესურსი მინდა და ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის მინდა და რაღაცა ხო ამერიკული კომპანიები აყვავოს რაც ამერიკული ხალხის კეთილდღეობას არ ნიშნავს ხო ამ შემთხვევაში ეს ხო მესმის აი ზუსტად ეს ვარიანტი ხო და ის რომ ეხლა ჩვენი რეგიონი აყვავოს და ვიღაცას ჩვენი ინტერესები აღელვებს და რა ვიცი ტრამპი ხან და არც ტრამპი კი არა მისი მორბედები წინამორბედები ვინც იყვნენ სახელს და გვარს ვერ იმახსოვრებენ ელემენტარულად აზერბაიჯანის პრეზიდენტის და მე ამბობს რომ ალიევი რა ლამაზად ჟღერს და აი რაღაცა აი რა ხო რაღაცა ისა და
ამ აქედან გამომდინარე ახლა რა იმაზე გვაქვს საუბარი ელემენტარი ხო აი რა ეს ხო დამცირება ეს ხო მე დამცირება ერთი და მეორე ის არის რომ არ იცის არა შემთხვევითი არის მართლა ანუ მართლა იმდენად უმნიშვნელოდ ხო და არ იცის იმიტომ რომ არ დაინტერესებულა და მისთვის არანაირი იმდენად უმნიშვნელო არის მათთვის რომ აი არ არის რა ეს ისა და არანაირი აყვავება ერთადერთი ის რომ რაღაცა რუსეთი გააღიზიანონ რაღაცნაირად ისაქნან რა ქვია კიდევ უფრო მეტად გაუხსნან ეს რაღაც უკრაინასთან მიმართებაში ხო აქვთ ჩართულები არიან ომში და აფინანსებენ მაგრამ ორი იმდენი კიდევ უკან მიაქვთ ეხლა ხელშეკრულება ამერიკის შეერთებული შტატების ხელშეკრულებაც ვიცით უკრაინასთან გაფორმებული მთელი ტერიტორიები აქვს გადაფორმებული ხო აი მე ის მაინტერესებს ბრიტანელები და ამერიკელები როგორ გაიყოფენ ამ ამბავს ბრიტანელებთანაც ხო აქვს დადებული ну რაღაცნაირად ეგენი კი გაიყოფენ მაგრამ ამ შემთხვევაში ეწირება უკრაინა და უკრაინელი ხალხი ეს არის ყველაზე სამწუხარო და ეხლა რა ვიცი სომხეთსაც თუ შესწირავენ რა ვიცი აი თქვათ იმ შემთხვევაში მე ვფიქრობ რომ ცოტა ისეთი საკითხია შეიძლება თლად მაქამდე ვერ მივიდეს ეგ ამბავი აი ზუსტად იქიდან გამომდინარე რომ სომხეთის მოსახლეობა არ არის ეგრე განწყობილი და არ მგონია რომ ეგეთი პროტესტი გამოიწვიოს ის რომ აი ჩვენ ევროკავშირის დროშები გადმოფინონ მაგრამ რაღაცა ეგ მეეჭვება მაგ თვალსაზრისით მაგრამ რაღაც დონემდე შეიძლება მივიდნენ აი ფაშინიანმა თუ გაიმარჯვა ამას შემდეგ მოყვება ის რაღაცა წინ ის არეულობები რაც შეიძლება სომხეთში ანუ არეულობები იმ თვალსა და ამ არეულობების შემთხვევაშიც კი რაზე შეიძლება გქონდეს გათვლა ამერიკის შეერთებულ შტატებს იმიტომ რომ იგი უკრაინაში ის რაც ხდება უკრაინისთვის არის ცუდი ძალიან თორე ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან წაუგებელს თამაშობდა ყოველთვის იქ უკრაინის ომში და ბოლომდე დარჩა ეს პოზიცია მისი ეს უკვე თვალნათელია ყველასთვის აშკარად ჩემი აზრით ვთქვათ აი აქ სომხეთის შემთხვევაშიც თუ კარგად ჩამთავრდა ყველაფერი თუ არეულობა მოხდა იმ შემთხვევაშიც კი ამერიკის შეერთებული შტატები მაინც რა ხეის ნახულობს და თუ ნახულობს ამ ხეის ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა პირველ რიგში უნდა ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი გინდა დასავლეთი აღმოსავლეთი გინდა სამხრეთი ჩრდილოეთი სავაჭრო გზებზე რომლებსაც მას ის არის საერთოდ სხვა კონტინენტი და ადამიანი იქიდან ნახოს ეკონომიკური სარგებელიც და გააჩინოს პოლიტიკური ბერკეტიც, როცა ვლაპარაკობთ ზანგეზურის კორიდორი, ჩადგებიან ამერიკელი სამხედროები, კერძო კომპანია ოღონდ და ასე შემდეგ, ხო? რას ნიშნავს აი ზანგეზურის კორიდორის ჩადგება ამერიკელი კერძო კომპანია, ხო? ანუ ამერიკამ კონტროლი უნდა მიიღოს ეკონომიკური სარგებელიც, კონტროლიც, როცა უნდა ეს ყველაფერი ჩაჭრას, როცა უნდა გახსნას, ასე შემდეგ. ამიტომ ეს მე მგონია რომ ეს არ არის მხოლოდ რუსეთზე მიმართული რაღაცა პოზიციები, ეს არის გარდაუვალი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის და ამ გარდაუვალ ეკონომიკურ თანამშრომლობის გაღრმავებაში ამერიკის შუაში ჩადგომა ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მებაჟედაც. რუსეთისთვის კი ორმაგი საფრთხის შემცველია ეს ყველაფერი, ვიდრე თქვა ჩინეთის, საგანძო ჩინეთს შეუძლიანების მიერ ადგილიდან დააზღვევს, იმიტომ რომ რუსეთისთვის არის პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანი, მაგალითად სავაჭრო გზები, რომ გადიოდეს მასზე. მაგრამ ისე ამერიკის მიერ ინსპირირებულ ან ამერიკის მიერ მხარდაჭერილ ევროპულ პოლიტიკას იქამდე მიყავს ევროპა, დასავლეთ ევროპისა და რუსეთის ურთიერთობა, რომ თითქოს ეს გზები სამუდამოდ ჩაიკედება. თუმცა ჩვენ ნამდვილად არ ვიცით 5-10 წლის მერე რა სიტუაცია იქნება ევროპულ სახელმწიფოებში რა ხელისუფლებები მოვლენ რა განწყობებზე რუსეთში რა ხელისუფლება მოვა როგორ თავიდან შეიცვლება დასავლეთ ევროპისა და რუსეთის ურთიერთობა და მე მაგალითად ვარაუდობ რომ აღდგება ეს სავაჭრო გზებიც ეს ტრანზიტებიც რუსეთის გზიდან უბრალოდ ეს სამხრეთ კავკასიის შუა დერეფანი არის ის არის დიდი და ცენტრალური იმიტომ რომ მაყურებელს მინდა ესმოდეს რატომ იყო ევროპისთვისაც და ჩინეთისთვისაც რუსეთი თავარი სატრანზიტო გზა გარდა იმისამ რომ ფიზიკურად უფრო ახლოსა გამოდის ასე ტექნიკურადაც მაგალითად ევროკავშირის წევრიდან ტრაილერი შევიდა რუსეთის ფედერაციაში ერთი ქვეყნის საბუთით გაიარა მარტო და ჩავიდა მარტო პირდაპირ შევიდა ჩინეთში და ან პირიქით ჩინეთი აშენებს ამ შუა დერეფანს იმის გამო რომ სწორედ ეს ძალიან პრობლემური მარშრუტი რაც არის რუსეთი ევროპის ურთიერთობა ეს დააზღვიოს თორე
ცენტრალურ მარშრუტად მაინც იმას განიხილავს საბოლოოდ რომ ის ადრე თუ გვიან ეს არის უბრალოდ დაზღვევის პროექტი რომელიც იმის იმაშიც უნდა შევიდეს და აქ არის სწორედ რუსეთის ფედერაციის ინტერესი რომ აქ არ უნდა გაჩნდეს ამერიკული მებაჟეები როგორც პოლიტიკურად ასევე ეკონომიკურად მე მაინც კიდევ გავიმეორებ იმ ჩემ შეკითხვას ცხინვალის და სოხუმის ბედი კი ხო ეს ჩემთვის და თორნიკესთან და შემდეგ თქვენთან თქვენ დაგისვენთ ამ კითხვას გასაგებია რომ თქვა უნდა ველაპარაკოთ რუსეთს და გასაგებია რომ ეს კოზირებია ზემოქმედების ბერკეტებია რუსეთის ხელში და ასე ადვილი იქნება მოლაპარაკება რუსეთთან როდესაც მან მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით მას დარჩა ეს ორი კოზირი მხოლოდ რა ადვილი რო იყოს აქამდე რა ვიცი მე მგონი ესეთი ადვილი ზოგადად არა რუსეთთან ესე დაჯდომა და ესე მოლაპარაკება თან ისეთ პრობლემატურ რეგიონზე როგორიც არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები არ არის მარტივი უბრალოდ შენ საიდანღაც უნდა დაიწყო და ეს აი ზუსტად ეს არის საიდან უნდა დავიწყო და ეს არის მოსაფიქრებელი და არა იმ პოზიციაში დგომა რომ მე ვარ გაბუტული და ანუ მე თუ არ დამიბრუნებ ტერიტორიებს აღარ დაგელაპარაკები ეს არის მთავარი არსი ჩვენ გვაქვს რიგი პრობლემები რაც ჩვენთანაც უნდა მოვაგვაროთ ესე ვთქვათ ჩვენ რეალურად 78 მუხლი წელს რო ვახსენე ეს არის ძალიან პრობლემატური ფაქტიურად ნაღმი გვაქვს ჩადებული ჩვენს კონსტიტუციაში და კიდევ ის რომ ჩვენ ვართ კანდიდატის სტატუსი გვაქვს რეალურად ჩვენ ეხლა თუ გავაანალიზეთ ამ საკითხს და მithქვამს აქამდეც რომ ძალიან არ ვიცი მაგრამ არიან ადამიანები რაღაცა მასშტაბით ჩვენს ქვეყანაში რომლებიც ვერ ერკვევიან ევროკავშირი რა სიკეთეს მოუტანს საქართველოს როდესაც გაწევრიანდება ევროკავშირში ხო ჩვენ ახლა კანდიდატის სტატუსი რო გვაქვს იქ ვიღაცას რო გადაუბრუნდეს პატარა თავში და უცბად მიგვიყოს ევროკავშირში აი ამას რა მოყვება რა შედეგები ექნება საქართველოსთვის ხო არის ევროკავშირის სტანდარტები ხო ანუ ამ შემთხვევაში არ ვამბობთ აი ISO სტანდარტები არის ხო ევროკავშირის კიდე ცალკე სტანდარტები გააჩნია ხო აი კვერცხირა ზომის უნდა იყოს გადამირა ზომის უნდა იყოს რაფერის უნდა იყოს როგორი ნატურა როგორი ხარისხის კიდე სხვა სტანდარტები არის აი არჩიბალდს მაგ სტანდარტების გაკეთება ევროკავშირის გარშემო შეიძლება ზოგი ხელი შემშლელია ზოგი დამხმარებელი არა ამ შემთხვევაში რას გულისხმობს ჯერ შენი პროდუქცია ამ სტანდარტებამდე რომ მიიყვანო მესმის ანუ უნდა დახარჯო უნდა შეიმუშაო და ასე შემდეგ ხო ეგ ერთი რესურსი. მე ის რომ ათვისებულ ბაზარზე შენ ვინ შეგიყვანს და როგორ ხო, აი როგორ შენ კაი შექმენი ეს ყველაფერი და სტანდარტებში მოაქციე. შენ ღვინოს ვინ დადებს დახლზე იმ მასშტაბით რომ შენ რაღაცა სარგებელი გქონდეს, იმიტომ რომ როგორც კივე შენ ევროკავშირში წევრიანდები ეგრევე რუსეთიც ჩაგიკეთავს და რუსეთსაც უკეთავს შენ ეგრევე ვიზებს ხო? ანუ როგორ არის ახლა ევროკავშირში წევრიანდებით და უვიზო მიმოსვლა გაქვს ისე რუსეთთან ახლა სანქცირებულ რუსეთთან ამ შემთხვევაში ხო? სანქციების დაწესებაც მოგიწევს ხო ევროკავშირმა რა სანქციებიც დაუწესა ის უნდა დაუწესო რეალურად ხო რაღაცეებში ახლა ჩვენ კი იმაშვებით ხოლმე ვეთანხმებით ევროკავშირს ხო რაღაცეებს რაღაც დოკუმენტებს ვაწერთ იქ ხელს მაგრამ აი პირდაპირ სანქციები მაგალითად რომ რაღაცა არ ვიცი ფინანსურად რაღაცა შევზღუდოთ აქ ბიზნესი ან რაღაცა დავკეტოთ არის ხო ახლა საქართველოში სხვადასხვა რუსული რაღაცები ფუნქციონირებს ხო მაგალითად არის აი ვალბერისი არის ხო რომელიც უნდა დავკეტოთ იმიტომ რომ დაუწესეთ სანქციებს და აქედან უნდა გავიდნენ ჩვენ ვართ ისეთი ქვეყანა რომელიც ტურისტები ტურიზმზე ვართ ფაქტიურად რა უმეტესი ნაწილი ხო ჩამოკიდებული ანუ და ჩვენ ეს უნდა ამას უნდა შევხედოთ სტატისტიკურ მონაცემს უნდა შევხედოთ რამდენი ტურისტი ყავს რუსეთიდან და რამდენი ყავს ევროკავშირის ქვეყნებიდან ხო ძალიან მარტივი დასათვლელი არის რა მე მესმის რომ ეს შეიძლება ჩვენთვის ძალიან არ იყოს სახარბიელო მდგომარეობა და მეც წუხარ ამაზე რომ აი აგრესორ ქვეყანაზე ფაქტიურად ჩამოკიდებულები ვართ რა ესე გამოდის ხო მაგრამ ჩვენ უნდა გავიგოთ ის რეალობას უნდა შევხედოთ ჩვენ რეგიონს უნდა შევხედოთ და გავიგოთ ის რას მოუტანს ჩვენ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანება და რას სარგებელს მოუტანს ხო
ამ მეორე საკითხი ისიც არის, რომ უსაფრთხოების გარანტიებს არავინ არ გვირდება რა, ანუ ამ შემთხვევაში ხო, არანაირი უსაფრთხო, ეხა ევროკავშირი არ არის სამხედრო ალიანსი, ხო? ანუ ევროკავშირში თუ გიღებენ, ამავდროულად გიღებენ ნატოში? ნატოში როგორ გიღებენ ოკუპირებული გაქვს ტერიტორიები? ეხლა მე ერთ-ერთთან ვარ უბრალოდ შეხვედრილი და ვიცი იმათი აზრი დახურულ კარს მიღმა თავის დროზე სხვადასხვა ერთ-ერთთან მომიწია ესე ვთქვათ შეხვედრები და ვიცი მათი აზრი, რომ ეს არის ჩვენი პრობლემა. ანუ ისინი პირდაპირ გეუბნება ყველა, ანუ ერთის გამოკლებით, აი ყველა ელჩი გეუბნება მაგას, რომ რატო არ ვიღებთ მაგალითად ნატოში, რატო არ ვიღებთ ევროკავშირში. გეუბნებიან, რომ აი ეს ოკუპირებული ტერიტორიები რო გაქვთ, ეს რა პრობლემაც გაქვთ, არის თქვენი პრობლემა. თქვენ თუ მოაგვარებთ ამას, მერე ვილაპარაკოთ იმაზე, მაგრამ მერე არა, ეს ფაქტობრივად შეუთავსებელია, მოაგვარო ეს პრობლემა და მერე წახვიდე ევროკავშირში. ეს არის ზუსტად რუსული პერსპექტივა, რომ კაი, მოუგვარე ეს ტერიტორიული პრობლემა, რისთვის უნდა მოუგვარო, რომ მერე ნატოში წავიდეს და არა, მერე ნატოში წავიდეს ერთია, მაგრამ იქაც გეუბნებიან, რომ ჯერ მოაგვარეთ და მერე ვნახოთ. აი ესეთი საუბარი გასაგებია ხო? მესმის და ამ შემთხვევაში ეს არის რა, რომ ჩვენ ახლა ძალიან ანუ ჩადებული გვაქვს რამოდენიმე ნაღმი, რა მე მესმის ახლა შეიძლება წლების წინ აი მაშინაც კი როდესაც ჩაიდო ეს კონსტიტუციაში იყო რაღაცა ზეწოლები, ზეგავლენა და მთელი რიგი საკითხები, რომ აი იქიდან რა, ანუ უცხოეთიდან რომ აი აქ ეს გააკეთეთ, იქ ეს გააკეთეთ და ამ დირექტივებს მივყვებოდით რაღაც დონეზე, მაგრამ ეხლა ხო შეიცვალა სიტუაცია. ეხლაც ამ ხელისუფლებისაც მესმის იქიდან გამომდინარე, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა არ აქვს და როდესაც ეხლა ზივართ მოვთხოვოთ, რომ აი ეს 78 მუხლი ამოიღე, 78 მუხლი ამოიღე. ვერ ამოიღებს, იმიტომ რომ კონსტიტუციური უმრავლესობა სჭირდება. ასეთი მკვეთრი მოძრაობები, აი თქვენ აღნიშნეთ, ორივე აღნიშნეთ, რომ თქვა და ხელისუფლება ისევ იმეორებს, რომ ეს შეუქცევადია ჩვენ დასავლეთ. მე ამაში ვერ ვხედავ ცუც ვერაფერს, იმ თვალსაზრისით, რომ ყველა არ შეიძლება პირდაპირ გადაიმტერო. არა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. ამდენად, აი ის აბა ხო არ იტყვიან თქვენი დანახვა არ მინდა თქვენ საზიზღრებო და არასდროს ჩვენეს. ამდენად მე ის რობოტ ხანდახან მეჩვენება ჩემასაც ვიტყვი. კი ბა თუ შეიძლება მეც ვიტყვი, ხო? ჩემსაც. ის რომ თქვა ეს თქვა გასაგებია, ჩემთვის მისაღებია ხსნი ყოველ შემთხვევაში. ხსნი ამას, იმიტომ არ შეიძლება ყველა ერთად მოიმტერო და არ არის საჭირო ასეთი ხისტი მოძრაობები, რომ არ მინდა და იმათთან მე ვწყვეტ ყოველგვარ ურთიერთობას. რუსეთზე ვამბობთ ბოლოს და ბოლოს, რომ უნდა დაველაპარაკოთ და უნდა ვიტანაშაულოთ. შემთხვევაში ის არის რომ ხისტი მოძრაობა რა არის კონსტიტუციაში არა დავასრულებთ არა კონსტიტუციაში არ უნდა ჩაგვეწერა აი თუნდაც ის რომ აი ხა დავიწყებ მე ამ პროცედურას ჩვენ რატომღაც სულ ველით ხოლმე რომ აი პასუხს გაგცემს რუსეთი მაგრამ ჩვენ ხომ ჯერ არ ვიცით როგორი საქმეზე რომ მიდგება როგორი პასუხი შეიძლება დააბრუნოს ამერიკის შეერთებულ შტატებმა გაბრაზებულმა როგორი ანუ ჩვენ ტყავზე პასუხი შეიძლება დააბრუნოს ევროკავშირმა გაბრაზებულმა ხო აი ჩვენ რაღაცა იმათი კეთილშობილების იმედადაც ვარ რომ ისინი იმას არ იკადრებენ რასაც იკადრებს რუსეთი და მე არ მესმის ძალიან ყველაფერს ძალიან კარგად იკადრებს თავის ინტერესებიდან გამომდინარე და ამდენად უბრალოდ მე ვფიქრობ რომ გადამეტებულია ეს რაღაცა რომ მივდივართ გვინდა სხვა გზა არა გვაგარდა და ევროპული არჩევანისა ცოტა რბილად შეიძლება ამისი თქვა მაგრამ ის რომ ეხლა უცებ ხისტად გაწყვეტონ კავშირი და იყო მარტო რუსეთის იმედად როდესაც არაფერი არ გიმაგრებს ხო ცოტა რა თქმა უნდა შეიძლება კი ბატონო ესე იგი თავშევი მინდა თქვა რომ მაგალითად ჩემი პოზიცია არის რომ მე ამ ეტაპზე ხუთ ზოგადად ევროკავშირის წევრობას რაც შეეხება საქართველოსთან მithumedes კიდე სომხეთს და ასე შემდეგ ეს იმდენად რაღაცა აი ფანტასტიკის სფერო რაღაცა თუ პოტენციის დონეზეც არის რაღაცა ძალიან შორეული პერსპექტივა არა რაც თუ უახლოვდები უფრო გშორდება ხო ანუ რუსეთი არის ძირითადად ნახსენები ხელშემშლელი ფაქტორად და ამ დროს თავი ხელშემშლელი ფაქტორი არის თურქეთი თურქეთი არის ევროკავშირის კანდიდატი წევრი 80-იანი წლებიდან რამდენიმე თვის წინ დააფიქსირა საგარეო საქმეთა მინისტრმა ისევ თურქეთის პრიორიტეტი ვერ ვიტყვით რომ პრიორიტეტი არ არისო ისევ თურქეთის პრიორიტეტად რჩება ევროკავშირში გაწევრიანებაო ეგ დღე წარმოიდგინეთ რომ ბრიუსელი უნდა გადაახტეს თავზე ანკარას და გიურჯისტანი მიიღოს ევროკავშირში ანუ
თურქული წარმოდგენით რა და გიურჯისტანი უნდა მიიღოს ევროკავშირში და ისედაც ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სამხედრო თვალსაზრისით ძალიან თურქეთზე დამოკიდებული ევროკავშირი განსაკუთრებით ბოლო დროს. რამხელა კონფლიქტში მოუწევს. თუმცა ეს გურჯისტანი არის დასავლური ცივილიზაციის კონსტანტინოპოლი არის სტამბული და ვაფშე არ თვლიან თურქები რომ აზიური კულტურის წარმომადგენლები არიან საერთოდაც ცხოვრობენ მაგალითად სტამბოლში 8 თვე და თვლიან რომ არიან ჩვეულებრივი ევროპული სახელმწიფო. თვლიან ეს აბსოლუტურად სხვა თემაა აბა ვინ რას თვლის ვინ ანთროპოლოგი თვლის ქრისტიანული ცივილიზაციაზე დგას ევროკავშირი შეიქმნა ქრისტიან საფუძველზე დანიაში მე-11 საუკუნეში შევიდა საერთოდ ქრისტიანობა. იქ სხვა თემაა რა რომელ საუკუნეში შევიდა. მე გულისხმობ რომ კონცეპტუალურად იყო ასეთი კონცეფცია. მე წინააღმდეგ კონცეფციები ყოფილა სხვადასხვანაირი. მაგალითად რა ვიხა ევროპული ცივილიზაცია დგას. ნუ ვიდავებთ ამაზე თქვენი აზრით ვთქვით არა პრობლემა. კულტურა დგას მაგალითად ბერძნულ რომაულ ფილოსოფიას ხო წარმართულია ერთის და მეორეც. ხო, ანუ არ შრეებათ არის ევროპა, არ არის რომ მარტო ქრისტიანულია, წარმართული, მერე ქრისტიანულია, მერე საერთოდ ეს განმანათლებლობის ეხა ძალიან ამ თემაზე არ მინდა თურქეთი მე ვიგამათეთ ეთერში თავს განიხილავს ევროპულ სახელმწიფოდ და განიხილავს ბიზანტია მაგალითად ბიზანტიას დღეს რო ჩვენ ბიზანტიას ვეძახით ეს არის მე-17 საუკუნეში გერმანელი ისტორიკოსების მოგონილი დამკვიდრებული რაღაცა იყო ჩვეულებრივი აღმოსავლეთ რომის იმპერია უბრალოდ ევროპას იმდენად ეწყინა რომ რომის იმპერია შეეძლო სელჩუკებს დაეპყროს რომ მერე დაიწყეს შეცვლა და დღეს ჩვენ ამას ბიზანტიას რო ვეძახით იმას ერქვა აღმოსავლეთ რომის იმპერია რომი რო დაიპყრეს თურქებმა შესაბამისად თურქებს საერთოდ არ აქვს ის განცდა რომ რაღაც სხვაგან ანუ რომის იმპერიის ნაწილად მიაჩნიათ თავი. რა ისეთი კონდეთ განცდა მე ზიათ არ მაღელვებს თურქების განცდა მათი საქმეა. არა მაღელვებს ახლა ყველა ერს ქვეყანას რაღაცას დოზით პატივს უცემდა თურქებსაც მათ შორის უბრალოდ ფაქტი რაც არის ფაქტი არის ის რომ თუ საქართველო არის ევროპული ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილი ზუსტად იგივენაირად არის თურქეთიც იმიტომ რომ ისტორიულად არის აღმოსავლეთ რომის იმპერიაზე დაშენებული სახელმწიფო. არა ამაზე ჩვენ აუცილებლად ეთერის შემდეგ ეხლა არ მინდა იმიტომ დროს დავკარგავ. უკეთესად ძალიან დიდი ბოდიში ამერიკის შეერთებული შტატები ეს არის აცტეკური კულტურა უფრო თუ დასავლური. რაც ახლა რო თქვა აცტეკური კულტურა ამეთქი დამიჯერებს. არ არის. ხო და აბა ეს როგორ არის? ეს იმიტომ არის რომ ამას დახვდა იქ უზარმაზარი სახელმწიფო და დღემდე სახელმწიფო არ დახვედრა ამაზე მე ვიკამათო დროს დავკარგავთ ეს ისე საერთო ფილოსოფიური წიაღწევებია და ფაქტი ის არის რომ ანუ თურქეთს თუ არ მიიღებენ საქართველოსთან გამორიცხულია და ყველას ვიცით რომ ბიზანტიის სამართალმემკვიდრეა თუ იმის ყველა ბიზანტიის სამართალმემკვიდრეთ მიიჩნევს თავს აი ხა ცოტა ხნის წინ აღნიშნეს კონსტანტინოპოლის აღება შეიძლება თავი ხა კლეოპატრა რენკარნაციად მივიჩნიო ხო რა ვიქნები თან ევროკავშირის მეუნება თუ გინდა კატაიყავიო და მე კლეოპატრა ხო იმის თქვა მინდა რომ თურქეთს ვერ გადაახტება სიტყვა გურჯისტანი ანუ საქართველო თურქულად თქვი იმიტომ რომ ეს იქნება შოკის მომგვრელი უბრალოდ მარტო თურქეთის პოლიტიკური ელიტისთვის კი არა თურქი ხალხისთვისაც კი რომელსაც მაგალითად აი თურქეთში რომ ცხოვრობენ რომლებიც ჯერ დიდგორის შოკიდან ვერ გამოსულან ეხლა ახალი შოკი დაემატება შოკიდან ვერ გამოდიან თქვენ უვიზო რატო გაქვთ ევროკავშირთან რომ ჩვენზე ღარიბი ქვეყანა ხო ხართ იმიტომ ჩვენ იმაზე ცოტანიო ასეთო ვერ წავლეკავთ ამიტომ კი ბატონო მაგის შოკიდან ვერ გამოდიან ჯერ რომ ან ქართველებს რატო აქვთ ევროკავშირში მიგვიყონ ჩვენ თურქეთთანაც მოდი მართლა რომ არ დავკარგოთ რა ხო არ დავკარგოთ ეხლა ვერ მიგვიღებენ იმიტომ რომ არა ეგ მესმის მაგრამ ისე ვამბობ რა კონსტიტუციაში ჩანაწერი მივისწრაფით მოვისწრაფით ასე შემდეგ ეს ყველაფერი არის აგებული აი ამ ცრუ სენტიმენტზე რომელიც არის მარტო გარე ფაქტორების ევროკავშირისთან რაღაც ინტერესი კი არის კურსით რას ეს არის საქართველოში არსებული ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის პოლიტ-ეკონომიური ელიტის ინტერესი იმიტომ რომ აი ამ ილუზიებით ყვება საზოგადოებისა რომ მოიცავს სხვა შორის ქართულმა ოცნებამ აი ხნახსენები იყო სააკაშვილის პერიოდი სააკაშვილის პერიოდში ნატო იყო უფრო აქტუალური ნატო და ამერიკის შეერთებული შტატები ნატოს თავის ინტერესი ჰქონდა უფრო ევროკავშირი დიდი დოზით საქართველოში წარმოადგენილი ვიზის აღებაც კი რაღაცა ექვსი ჯოჯოხეთთან იყო გასაგები იყო რაც მოხდა და მე უკვე ევროკავშირი წავიდა ქართული ოცნების პირობებში იწყება ევროკავშირის გააქტიურება ძალიან და აი ამ შემდეგ 2012 წლის შემდეგ განსაკუთრებით იწყება ბიზნია ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იწყება ძალიან
აქტიურად ევროკავშირში. ძალიან აქტიურად კი. იმიტომ რომ მაგალითად ინსტიტუციონალურ დონეზეც რა, აი როგორც სამინისტროები როგორც გაიმართა, შესაბამისი დეპარტამენტები, ასე ბევრი რაღაცა კარგი სხვათა შორის, აი კვაზი ევროპული სახელმწიფოს ინსტიტუციონალური რეფორმები ჩაატარეს ქართულმა ოცნებამ. მაგაში სრულად გეთანხმებით, ხო, რაც ნაციონალური მოძრაობის დროს არ იყო ნამდვილად, აი მაგალითად როცა ვლაპარაკობთ ინსტიტუციონალურ გაძლიერებაზე, ხო, ეს ინსტიტუციონალური გაძლიერება რეალურად ევროკავშირი ქართული ოცნების გზით მოხდა. იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობის დროს მართლა ეგრე მუშაობდა სამინისტროები, რომ ერთი კაცი დარეკავდა და სანამ მინისტრი არ დარეკავს, მანამდე ვერ ინძრეოდა, ვერაფერს ვერ აკეთებდა და ასე შემდეგ, ხო? ქართულმა ოცნებამ შექმნა ეს ევროპული ტიპის გაუვალი ბიუროკრატია იმეებში, სახელმწიფო სტრუქტურა. ისე რომელი ჯობია? ეს რაღაც ვიტყვი თუ შეიძლება რა. ეს არის. და ეს ილუზიები აწყობს ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას, იმიტომ რომ საზოგადოება, აი მით უმეტეს საქართველოსნაირი ქვეყანა, ხო, რომელიც არის ძალიან მწვავე ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისში, ხო? ეკონომიკური ზრდა არაფერს არ ნიშნავს. ეგ არის 20 კაცი რო დაწერს მილიარდებს, ეგეც ზრდაში ჩაითვლება. ამ ხელა სოციალური კატასტროფის ფონზე შეხო რაღაცის თქო უნდა კვებო საზოგადოება, რომ აი ჩვენ რაღაც აი ხვალ დღეს არა, მაგრამ ხვალ რაღაცა იქნება, ზეგ რაღაცა იქნება და შემდეგ. ეს არის ევროკავშირი. ამით ატყუებენ. ამით ანუ ეს მარტო გეოპოლიტიკური იმას კი არ თამაშობს. ეს თამაშობს თვითონ ადგილზე მთავრობის და ოპოზიციისთვის ინსტრუმენტია ევროკავშირი ხალხის მოსატყუებლად, რომ შენ ეხა იბრძოლი ან ამის წინააღმდეგ, ან ამის პრო ევროკავშირი და აი ამაში მივიღოთ კურსი, გეზი, გზა, აი რაღაცა სიტყვებსაც რო დაუკვირდეთ, ხო? ლომჟარიას იმას რო ქვია, NGO-ს ევროპული ორბიტა, აი მაკაბოჭორიშვილმა რო თქვა, რომ საქართველოს ევროპული გზა, მომავალი. მაგრამ შინ ევროპაში ეს არის წვერვა. ეგ კი ბატონო, მაგრამ აი ნახეთ, აი ვინმე ამბობს, მაგალითად ვინმე ამბობს ან მთავრობა, ან ოპოზიცია, ან ლომჟარი, ან ვიღაცა, რომ ევროპული მინიმალური ხელფასი არავინ არ ამბობს. ევროპული უნივერსალური ჯანდაცვა არავინ არ ამბობს. ევროპული სახელმწიფო საჯარო ბანკები არავინ არ ამბობს. ევროპული შრომის კოდექსი არავინ არ ამბობს. ორბიტა, სარტყელი, კურსი, გეზი, გზა, მომავალი, შინ რაღაცა. ფსიქოლოგიური. ხო, ამიტომ ეს ფაქტორი ქართულ ოცნებასაც აწყობს და ძალიან აწყობს, იმიტომ რომ შიგნით პოლიტიკური დისკურსი იხარშებოდეს ორბიტა უფრო აქტუალურია თუ გზა. ორბიტას ავწდით თუ დავრჩით ორბიტაზე. აი, სიგიჟია უკაცრავად გაწყენებთ, ეხა აი თქვენ გადაცემაში ეგრე აღმოჩნდი სტუმრად, რომ ჩემი ვიდეოები გაქვთ ხო ნანახი. როგორ წარმოგიდგენთ, რომ აი ამდენი, აი მაყურებელს მინდა ვთქვა, რომ აი ამდენი ევროკავშირის დროშიანი ტელევიზია არსებობს ქვეყანაში და აი რავი ხო არ თავი შეკება კი არ არის, ეს ტრაგედიაა რეალურად, რომ ერთადერთი ტიპი გამოვშდი, რომელმაც თავიდან ბოლომდე დავიწყე ხალხთან ჩაღეჭვა, რომ ხალხო საფრანგეთში შრომის კოდექსი ასეა, დანიაში ჯანდაცვა ესეა, ბანკი გერმანიაში ასეა. ეს კონკურენციას მე წერდი აბაზეს. ბოდი სოციალურ მედიაში ესეა. ხო, ნახეთ რის მინდა, რომ აგენტებზე მინდა, მოვასწრო მინდა. ეს არის გათიშული მთლიანად, რა და შესაბამისად ევროკავშირსაც ატყობს ეს ილუზიები, იმიტომ რომ რეალურად არავინ არ მოთხოვს. აი მაგალითად მე აი რამე ძალიან ყვეთრად მინდა დავაფიქსირო რა ეს ილუზია იმდენად ცხადია რუსეთის ფედერაციისთვისაც რომ მაგალითად უკრაინის შემთხვევაში განსხვავებით არასდროს საქართველოს ერთი განცხადებაც კი არ გაუკეთებიათ არც კანდიდატის წევრობაზე არც თავისუფალ ვაჭრობაზე არც ასოცირების განცხადებაც კი არ გაუკეთებიათ რამე საპროტესტო რომ რას ქვია ეხა კანდიდატის სტატუსია საქართველოს იმდენად იციან რომ თვითონაც ილუზია აი ბოლოს ჩაირთო ზახაროვა იმიტომ რომ ისევ ეს რაღაცა უაზრო დისკურსზე ცეცხლი ნავთი დაასხა საქართველოში რომ აბა ისე თუ აბას და ერთ რაღაც მოკლედ მინდა თქვა რა მე მაგალითად რა აი პირადად ერთი მოქალაქე საქართველოსი რა მე მაგალითად მინდა და აი ეს არ უნდა ევროკავშირს რომ აი ამ ფორმატზე გადავიდე და არც მთავრობას რა თქმა უნდა რომ მე მაგალითად აბსოლუტურად მაკმაყოფილებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აბსოლუტურად საქართველოს რო არის ევროკავშირის ასოცირებული წევრი ნორვეგია არის ევროკავშირის ასოცირებული წევრი მე ძალიან მინდა როგორც საქართველოს ერთ მოქალაქეს ძალიან ღრმა და ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა ევროკავშირთან როგორც სტრუქტურასთანაც და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთანაც თუ მიგი განათლებაში
არ არის მიშვების პრობლემა, არ არის მთავრობა, ჩვენი მთავრობა არ არის. აი განათლება უკვე ევროკავშირის მან ცოტა საეჭვო ამბავია. არა, თქვენ ხა კონკრეტულად იდენტობის პოლიტიკას გულისხმობ და მე ვლაპარაკობ ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, ტექნოლოგიები, ასე შემდეგ. მოდიში რატო ამბობ მთავრობისგან? აი პირველად ერთ მაგალითს მოვიყვან რა. ელექტერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ალპობს, არავინ არ უშლის საქართველოს მთავრობას ჩავიდეს მაქს პლანკის ინსტიტუტში მიუნხენში და ურსულა ფონ დერ ლაიენის გარეშე გააფორმოს იმასთან თანამშრომლობის კავშირება საქართველოს ფიზიკის ინსტიტუტის განსაკუთრებით და ეს არანაირად ამასთან კავშირში არ არის. ეს არც ევროკავშირს აწყობს, ბოდიში უნდა დავამთავრო, ეს არც ევროკავშირს აწყობს, არც საქართველოს მთავრობას აწყობს. ანუ კულტურაში თანამშრომლობა მინდა, ძეგლების დაცვაში თანამშრომლობა მინდა, განათლებაში თანამშრომლობა მინდა, კულტურაში თანამშრომლობა მინდა, ტექნოლოგიებში თანამშრომლობა მინდა, მაგრამ ეს საქართველოს მთავრობასაც ფეხზე კიდია, ურსულა ფონ დერ ლაიენსაც ფეხზე კიდია და იქიდან გზა, პუნქტი, ორბიტა აღარ შემიძლია სუდა თავარ მართ. სხვათა შორის, რა თქმა უნდა, ჩვენ აი მე ვფიქრობ ხოლმე, მე მფიქრია ხო ამ თემებზე, რა თქმა უნდა და ნამეტანი წყნარად ვიყავი დიდი ხანი და ბოლოში. კი ბატონო, კარგი, ხო ის მრავალფეროვნებისთვის, კი ბატონო. სანამ არ გითხრა 14 წუთი დარჩა მანამდე ხო და იგივე აი სოციალური საკითხები სხვათა შორის ევროკავშირის წევრობა არ ითვალისწინებს რომ შენი ხელფასი იქნება იმის დონე ეს თვითონ სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს და უზრუნველყოს თავისი სოციალური პაკეტები ხელფასები ჯანდაცვა და აი სოციალური საკითხები ევროკავშირამდე სოციალური პაკეტები კავშირის წევრ ქვეყნებში იყო უფრო ფართო. ევროკავშირი არის ნეოლიბერალური პროექტი ევროპის სოციალური საბაზრო ეკონომიკის სახელმწიფოების თავზე. კი ბატონო. და ამდენად ის რომ რაც კარგია, მაინც წევრობა არ არის აუცილებელი, რაც კარგია, ისეთ შეგიძლია გააკეთო და აუცილებლად მინდა რომ ვისაუბროთ ჩვენ დაგვრჩა 12 წუთი. ოღონდ მე დროს მივცემ თორნიკეს ახლა, ხო? და აი ეს აგენტების გამოვლენის რა ისეთია, გზავნილებია ეს და ვისი მისამართით რომ უცებ ეხა მანამდეც ხო იცოდნენ ალბათ რა და არც ერთი უცხოელი და მხოლოდ აი საქართველოს მოქალაქეებს და ეთნიკურად ქართველებია კიდევ მათ შორის და ესეც ალბათ ხაზგასასმელი ამბავია. ყველაზე ისეთი სეგმენტი აირჩიეს გამოსატანად საჯაროდ და გამოსააშკარავებლად, რაც თქვათ ჩვენ ჩრდილს არ მოგვაყენებდა რომ თქვათ სხვა ეთნიკური წარმომავლობის არის სხვა ქვეყნის მოქალაქეა. ამიტომ მოყვნენ ქართველები უფრო აგენტები ზოგადად ახლა ჩვენ ქვეყანაში რო არსებობენ და არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში ეს უცხო ის არ არის და პირდაპირ ესე არ მინდა ვიღაცას პირდაპირ ბოდიშით ვიღაცას ესე ხელი დავადო მაგრამ რა ვიცი ხა ნაციონალური მოძრაობა და ჩვენი ესე თქვა რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ ფაქტებად შეიძლება რომ მათი გამოსვლები და მათი ეს რა ვიცი რევოლუციისკენ მოწოდებები და ასე შემდეგ ჩვეულებრივად აგენტურ საქმიანობა ჩაითვალოს ბევრი მათი მიმართულება. ნუ მეორე მათგანი უკვე ციხეში ზის და ანუ ფაქტიურად ზუსტად იმიტომ რომ მათი ადგილი მანდ არის რა ციხეში რა. ესე იგი თვითონ გულბათ რცხილაძე იყო ხო და პირველი ერთ-ერთი დაკავებული მათგანი თვითონ ეს ადამიანი როგორც ახლა მე გადავალე არც ვიცოდი ვინ იყო ესე მას აქვს რაღაც არასამთავრობო ორგანიზაცია და ჯერ ერთი საკითხი ის არის რომ ჯერ რაზე მიუწვდებოდა ხელი ანუ არასამთავრობო ორგანიზაცია როცა გაქვს ცოტა ისეთი საინტერესო ამბავია რომ ყავდა აი ზუსტად მანდ არის საქმე რომ ჩვენ თუ ეს ადამიანი დააკავეს იმიტომ რომ იმას რაღაცა ახლობლები და მეგობრები რა ნუ რაღაცა მოკავშირეები ყავდა სახელმწიფო სტრუქტურებში და იქიდან გამოყავს ნუ ეხლა ხო და აი ეგ თემა ის არის რომ მაშინ ამ დღეების განმავლობაში კიდე უნდა ველოდოთ ვიღაცების დაკავებას ხო რეალურად ეს ადამიანი უფრო პოზიციონირებდა მე რაც ინფორმაცია მოვიძიე უფრო რუსეთის რაღაცა კი ბატონო მეც მაშინ ამან გავკრეს თუ ამბობთ იმას რომ ეხლა ვის შეიძლება რომ რაღაცა ვის მიმართულებით იყოს უფრო რუსეთის ანუ აგენტად შეიძლება რომ ის ეხლა მე არ ვიცი და ვერ დავარღვევ ხო იქ არ იყო დასახელებული ხო რომელი ქვეყნის ორი ქვეყნის ერთდროულად სასარგებლო ხო ამ რომელი მეორე
რომელი ქვეყნის იყო, რა ვიცი, ხა ამერიკის შეერთებული შტატების თუ რავი, დიდი ბრიტანეთის თუ რომელიც, ხო? ხო, თუ თურქეთის. ანუ ძალიან საინტერესო იქნება თუ ამაზე უფრო ვრცელი ინფორმაცია გვექნება ჩვენ. უბრალოდ ერთი ის თემა ის არის, რომ კი, აგენტურა რეალურად უნდა გაკონტროლდეს ჩვენ ქვეყანაში და უნდა გამოვლინდეს ახლა თუ ვინმე აკეთებს ამ ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში არის ჩაბმული და რაიმე მტრულ საქმიანობას ეწევა, რა თქმა უნდა გამოვლინდეს. უბრალოდ რაღაცა უფრო მეტი ინფორმაცია გჭირდება ჩვენ და უფრო მეტი ახსნა ჭირდება ქვეყნის მოსახლეობას, რომ რას აკეთებდა ეს ადამიანი, ანუ რას ეხა ინფორმაცია გამოქონდა და რა ინფორმაცია იყო ეს, რა ეხა კრიტიკულად მნიშვნელოვანი რა ხარისხის ზიანის მიყენება რა ხარისხის ზიანის ხო მიყენება შეიძლება ეხა ჩვენ ვიცით რომ აგენტურული ინფორმაცია ესე იგი ინფორმაციის რაც სპეცსამსახურებს აინტერესებს 80% ღია წყაროებით მოიპოვება და სულ არ არის საჭირო და ამათ რაზე მიუწვდებოდათ ასეთზე ხელი რაც არ იყო თქვა დღეს. აი ზოგადად რას აკეთებდა ეს ადამიანი? ანუ აგენტურულ საქმიანობაში რა რომ მიუსაჯეს ეს მიუსაჯეს ჯერ ხო ის არის უბრალოდ დაიჭირეს და ხო წინასწარი ის და აი რას აკეთებდა ეს ადამიანი? რაზე მიუწვდებოდა ხელი და სად გაქონდა? და რა ზარალი შეიძლება მიიღოს ქვეყანამ. აი ეს არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ ჩვენ ვიცოდეთ, ანუ რა ვიცი, მაგრამ რა ვიცი, თუ ამას აგვიხსნიან და თუ არ აგვიხსნიან, ჩვენ უნდა ვიმარჩიელოთ აი რაღაცა ეს. ვიდეო ჩანაწერი ხო გამოქვეყნდა, რომ თანხის გადაცემის რაღაცაში. ნუ თანხის გადაცემა ეხლა რომ რაღაცა ინფორმაციას რო გასცემს იმისთანაც რომ თანხას იღებდა, მაგრამ ეს ინფორმაცია რა იყო? რამდენად ღირებული იყო ეს ინფორმაცია? ამ ინფორმაციას რო გასცემდა. აი მაგრიფი საიდუმლო იქნება მაგას. აი ხო, მაგრამ რაღაც დონეზე ხო შეიძლება რომ აგვიხსნან, ანუ გავიგოთ. ეთქობა ეს ფასების თემაში სუსის რო ჩავარდა და კვერცხის ფასი ვერ დაარეგულირა სუსმა, ეხა გადავიდნენ რომ რაღაცა მოდი რაღაცაში შედეგი დავდოთ და მე მასე არ ფიქრობ, მაგრამ აი როგორ ფიქრობთ დაარეგულირა სუსმა არა მე არ ფიქრობ რომ გადაფარვის თვალსაზრისით რომ სად კვერცხი და სად სუსი და სა ხო ჩარტეს თავიდან. არა უშავს, რა ვქნა ახლა, რა ვქნა. ფაქტია რომ საქართველოს სპეცსამსახურები ვერ გაწყდა კვერცხის ფასის დარეგულირების თემას. შორის აი თავის დროზე გაგეკილება ხალხში. მე მაგალითად არა, ისევ აგენტებს კვერცხის ფასებზე არ გადავიდეთ თორე შემილია მაგალითად. არა, გადაცემის შემდეგ ვილაპარაკოთ კვერცხებზე და ვიდეოთ თურქეთის ამბიციებზე. ბადრიჯანის ფასმა ვერ დაიწია გადავიდით აგენტების დაჭერაზე. ხალხში შორის ეგეთ სერიოზული პრობლემა, ისე სერიოზულად თუ შევხედოთ. ფასები რა თქმა უნდა უსაფრთხოებაში უნდა გაიტანოს. არა, უნდა ეკუთვნის კიდეც ეროვნულ უსაფრთხოებას, სასურსათო უსაფრთხოება და ოღონდ არა ეხა დაგვრჩა 7 წუთი და უნდა გადავერთე რა გზავნილი იყო ეს? მართლა ხო არ გადაიფარა ის კვერცხი? არა მგონია ეს რაღაც ცოტა არასერიოზულად მეჩვენება სიმართლე ვეკითხა. ანუ რა გზავნილი იყო ეს? მე მგონია რომ რაღაცა პოლიტიკური სარჩული აქვს ვის მიმართ, რომ ვიცით ყველაფერს ვხედავთ, ყველაფერი ვიცით. ნუ მამუკა მდინარაძე რომ გამოვიდა და რომ სხვათა შორის გააკეთა. ხო, აგენტურა ზუსტად ეს ეგ იყო გზავნილი და ამის შემდეგ უკვე მოყვა გარკვეული ტიპის რაღაცა რეაგირება. ხო, ეხლა მე არ მგონია რომ რაღაცა ისეთი გზავნილი იყოს ეს რაღაცა პოლიტიკური და იცით რა ჩვენ ყველაფერს კი რაღაც დონეზე შეიძლება განვიხილოთ ის რომ ჩვენ აი ვაკონტროლებთ ეგრე არ არის მთლად და აქ ვერ ესე თავისუფლად ვერ გაიტანთ თქვენ ინფორმაციას და ეგ რა თქმა უნდა და თვითონ სტრუქტურებშიც ხო ვიღაცები ხო არიან ეხლა ჩანერგილები რა ვიცი იდეურ დონეზე ვამბობ ამ შემთხვევაში ეხლა თორე ფაქტად რო ვიცოდი ცოტა სხვანაირად დარეგულირდებოდა ეგ ამბავი და შესაბამისად არიან ხო ვიღაცები ეხლა ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ ვიღაცები და იმათთვისაც გზავნილი იყო რომ აი შეეშვით რაღაცა იმებს თუ არის ვინმე ესეთი რა თქმა უნდა ეს გზავნილი არის მაგრამ რაღაცა ესეთი რომ რაღაცა არა ის ხო ეხლა რა თქმა უნდა როდესაც დავერბოკებულია ვიღაცა ან რაღაც აგენტურულ საქმიანობას ეწევა ისეც რომ რაღაც სიღრმეებში არის შესული ეს მარტივად ვერ გამოვა იმ სივრციდან და იმ ვალდებულებებს ესე ვერ ჩაიხსნის როგორც მაგალითად ოპოზიციური ეს რადიკალური ოპოზიციური ჩაიხსნიან უცბად შევლენ ხოლმე ციხეში და всё ანუ არაფერი არანაირი ის პასუხისგებლობა
აღარ აქვს არც ხალხის წინაშე, არც არავის წინაშე, ხო? მაგ იმით ვერ გამოვლენ ესე მარტივად, ვინც ესე სადმე სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობს თუ აგენტურულ, რა ვიცი, არასამთავრობო აქ და ასე შემდეგ და ეწევა აგენტურულ საქმიანობას, ესე მარტივად ვერ დააღწევს თავს, მაგრამ რაღაცნაირად გაფრთხილება, ესე ვთქვათ, არის, მაგრამ აი რაღაცა რო გითხრათ რომ ეხლა რაღაც სერიოზული რაღაცა ის მოხდა ამით რომ აი ეს დაიჭირეს და აი ამას რაღაც შეიძლება ისეთი რაღაცა მოყვეს ეს უფრო ანუ არ ამგონი აი ამის მერე უფრო რა მოხდება ეს არის ძალიან საინტერესო აი მაგალითად თუ სახელმწიფო სტრუქტურებში ვისაც თუ ქონდა ესეთი რაღაცა წდომა აი იმათ თუ რაღაცა ქსელი თუ არის და იმათ თუ მერე მოიკითხებათ აი ეს არის ძალიან საინტერესო და ეგ იქნება უფრო ისეთი რა. ხალხო ორი აქცენტი დასვით კითხვაში. აი მე ვიტყვი რაღაცას კი, მე ვიტყვი რაღაცას თუ შეიძლება მე ჯვარის წერია სუს ჩემგან ჭკუის სწავლებისგან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ არ იქნება ურიგო თუ სხვადასხვა სტრუქტურებში ინფორმაცია როცა არსებობს საიდუმლო, ის საიდუმლო ინფორმაცია რაზეც ინახება და მუშავდება, ის კომპიუტერი არ იქნება ჩართული საერთო ქსელში და დაიცავთ თქვენ იმ წესებს, რომ იქნება ცალკე ოთახში Excel-თან არ მიერთებულ კომპიუტერში, რომელსაც ექნება გისოსები და ეხლა ინფორმაციული უსაფრთხოების უფრო უკეთ. თორემ მე როგორ აღმოჩნდა, რომ იგივე შაიშმელაშვილმა გაიტანა ესენი მონაცემები, წაიღო და რაღაცები არის ჩემს და ელემენტარული რაღაცების გაკეთება შეიძლება, აი ვიღაცების დაჭერას, რომლებიც ვითომ შაიშმელაშვილმა მაგით აიწყო ცხოვრება ამერიკის შეერთებულ შტატებში. აუცილებლად იგივე თემაზე აუცილებლად თქვენს და სამწუხაროდ თქვენ თვითონ ეს ჯვარი წერია ოსუსო ჩემი ჭკუის ტარიგებისგან და მე ასე ვიტყვი რომ ესე იგი პირიქით მე მიმაჩნია რომ სუსმა უნდა დამნიშნოს ეკონომიკურ ინკვიზიტორად, იმიტომ რომ ეს ჩავარდნილი თავისუფლად ჩემი საჯაროდ ვაცხადებ მზადავარ კონსულტაცია გაუწიო საქართველოს უშიშროების სამსახურს ვიყო ეკონომიკური ინკვიზიტორი და ქართული კომპანიების წინააღმდეგ რათა თავი ესე აღარ მოიჭრან ხოლმე რომ ამხელა უშიშროების სამსახური ჩაერთო ფასების რეგულირების საკითხში და უშედეგოდ გამოვიდა იქიდან. აი უშედეგო იყო ცუდი, თორე ფასების საკითხი მართლაც უშიშროა, მაგრამ რო შეიწყვინა თავი ამხელა სპეცსამსახურებმა კვერცხის ფასივე ვერ გამოიკვლიეს რა შეასაქმე ეგ მაგაზე ვიტყვი მოკლედ ეს ისეთი თემაა, ეხა ნებისმიერი ამაზე ლაპარაკი იქიდან არ ვიცი. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა არის ის რომ და თქვენ დასვით ძალიან სწორი აქცენტი რომ და ვერც ვერავის დავადანაშაულებ, ვერც ვერავის იმით გამიხარდება ან ასე შემდეგ, იმიტომ რომ არ ვიცი და ნუ კიდევ ერთხელ ვამბობ, ხა ფასები რო ვერ დაარეგულირა უშიშროების სამსახურმა, ეხა იმას თვალდახუჭელი რაზე უნდა ვენდო, ხო, მით უმეტეს რაღაც ეგეთზე. მაგრამ თქვენ აღნიშნეთ ერთ მნიშვნელოვანი რაღაცა და თორნიკემს და ამას შევაჯამებ, რომ საქართველოს მოქალაქეები და მეტი ინფორმაცია, ხო? თუ არის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საუბარი, რომელიც დაჭერა არ ხდება ხოლმე, მაგრამ ქვეყნიდან გაძევება ხდება ხოლმე, გასაგებია რომ არავის ახლა გული არ შეგვიყვება და ახლა რა იყო იქ, რა მოხდა და რისთვის მოხდა თუ რაღაცა, მაგრამ როცა არის ორ საქართველოს მოქალაქეზე ლაპარაკი, საჭიროა მესმის რომ შეიძლება იყოს რაღაც შეზღუდული ინფორმაცია, მაგრამ მეტი მტკიცებულებები არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რომ ჩვენი უმძიმესი ბრალდება ქვეყნის ღალატის, სამშობლოს ღალატის, სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობა და მით უმეტეს შენ ხარ მთავრობა, რომელიც მარტო ოპოზიციური პარტიებს კი არა, მთელ არასამთავრობო სექტორს, რომელიც USAID-ისგან და ევროკავშირისგან ფინანსდებოდა, ამას ეძახდი აგენტურას და ესენიო რევოლუციას აწყობენ უცხო ქვეყნის ინტერესებით საქართველოს და მე იმედს ჩართავდა ამ ხალხთან ერთად ზიან დღეს. ორი დღის წინ აგენტებს რო ეძახდნენ და სახელმწიფო დამხობისთვის მუშაობდნენო და გასაგები არის რომ რაღაცა დამატებით ისე მეტი ხა ამის იქით ისეთი საქმე არის რომ ახლა ვერც თქვენ იტყვით ვერც ერთად შემიძლია ვთქვა რომ მოვუწოდებ სუს ჩაერთოს საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, მათ შორის საქართველოს საბანკო სექტორისგან დეკოლონიზაცია, ფასები და ასე შემდეგ და გამოიკვლიოს უცხო ქვეყნის სახელმწიფოები, რას აკეთებენ საქართველოს ეკონომიკური ინტერესების დასაზიანებლად, ეკონომიკური სუვერენიტეტის დასაზიანებლად პირველ რიგში ბანკები და მათივე მთავრობა მდინარაძე და კობახიძე ტაშს არ უკრავდეს
ამ საქართველოს ბანკს და TBC ბანკს ქრონიკულად. ამას მოუწოდეთ მე. სხვათა შორის აი ამ ბოლოს ჩვეულებრივად როცა იწერდი რაღაცებს უცხოური საიტებიდან, ხო პირდაპირ იცხოვდი. ეხა ბანკები, ქართული ბანკები იღებენ საკომისიოს. ხო. არა ეს ერთი ამერიკული ბანკებია. ხო, ნუ ქართული ხო ქვია კი. სხვათა BlackRock-მა იყიდა. კი ბატონო, BlackRock-ა JP Morgan-ი არის ერთ-ერთი მთავარი მეწილი TBC ბანკის ამერიკის ნომერი. ესა ითქვა, რა ქვია, ნუ ვრცელი ვიდეოები აქვს ხოლმე მაგასთან დაკავშირებით და ის თქმა უნდა. ან კი მინდა სხვათა შორის. ბანკებთან დაკავშირებით. შემდეგ კვირას მინდა აუცილებლად ბანკებზე, იმიტომ რომ ეს ასეთი ყლეფა პირდაპირ გასაოცარია, რასაც ნუ სახელად ქართული ბანკები ასე ბრენდად ხოლმე კი ბატონო ძალიან დიდი მადლობა ჩემს სტუმრებს და ბატონიკე ბატონო არჩიბალდ მადლობა რომ გამონახეთ და იყავით ჩვენთან ერთად ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელსა და მსმენელს მე თქვენ გემშვიდობებით